საღამოშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. ოპოზიცია კარდაკარს აანონსებს, ხელისუფლება კი მათ პოლიტიკურ აღსასრულს. ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი სარჩელით მიმართა. ძველ სარჩელს კი უკან გამოითხოვს. ახალი სარჩელი ძველისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ მასში ასაკრძალი პარტიების რაოდენობა იზრდება და ამ ჩამონათვალს ფედერალისტები დაემატა. შესაბამისად, თუ წინა სარჩელით ქართული ოცნება 3 პარტიის ნაციონალური მოძრაობის კოალიცია ცვლილებებისთვის და ლელოს აკრძალვას ითხოვდა, ახლა უკვე 4 პარტიის გაუქმებას ითხოვს. ასაკრძალთა სიაში შეყვანილი ოპოზიცია ფიქრობს, რომ ახალი სარჩელით მმართველმა პარტიამ მხოლოდ სარჩელის ვადა გაიხანგრძლივა, რადგან ან პარტიები რეალურად უნდა აკრძალოს, ან რაღაცნაირად აკრძალვის მოლოდინი გაახანგრძლივოს. ოცნება კი ამ გადაწყვეტილებას სხვა არგუმენტით ხსნის და 2 მარტს ოპოზიციის მიერ ალიანსის შექმნას უკავშირებს, სადაც დეკლარაციაზე ხელმოწერით კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამ ხელისუფლების არაღიარებას. სწორედ ამ ნიშნით შეიყვანა ქართულმა ოცნებამ ასაკრძალთა სიაში ფედერალისტები. თუმცა არ იმჩნევენ ოპოზიციური ალიანსის დეკლარაციაზე ხელმომწერ კიდევ რამდენიმე პარტიას. არ იმჩნევენ, ცოტა ისეთი ხმამაღალი ნათქვამია, აკვირდებიან შეიძლება ასე ითქვას, როგორც ჩანს, ჯერჯერობით აქვთ მოლოდინი, რომ ეგება და კიდევ ახალი ვადა დასჭირდეთ საკონსტიტუციო სარჩელის გასახანგრძლივებლად და სწორედ ამ მიზეზით შემდეგ უკვე რამდენიმე ან ცალ-ცალკე თითო პარტიას დაამატებენ. ამ და სხვა თემებზე ვსაუბრობ ჩვენი გადაცემის სტუმრებთან ერთად. ბერდია სიჭინავა, პარტია გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეს არის დღევანდელი ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, აქტუალური პოლიტიკური საკითხი, რომ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა ძველი სარჩელი გამოითხოვოს საკონსტიტუციოდან, ჩაამატოს ასაკრძალი პარტიების ნუსხას კიდევ ერთი პარტია და თავიდან დაიწყება საკონსტიტუციოსთვის მიმართვის 9 თვიანი, ასე ვთქვათ, ვადა ათვლის თარიღი შეიძლება ასე ითქვას. სხვადასხვა მოსაზრებები მოვისმინეთ ამ თემასთან დაკავშირებით. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების ეს ქმედება ცხადყოფს, რომ მათ ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის ალიანსი და ის პოტენციალი, რაც შეიძლება აი ამ ოპოზიციურ კონფიგურაციას გააჩნდეს. ნაწილი ამბობს, რომ ეს სხვა არაფერია თუ არა ქართული ოცნების მხრიდან რაღაცნაირი საბაბი, ფორმალური საბაბის მოძიება, რომ რეალურად არ აკრძალოს პარტიები და მასთან ერთად პოლიტიკური პროცესი და რაღაცნაირად ეს ვადა გაახანგრძლივოს. რა მიზეზებს ხედავთ თქვენ ქართული ოცნების აი ამ ნაბიჯებში? საღამოშვიდობის ემა, მივესალმები პალიტრანიუსის მაყურებელს. რატომ არ მიგვირს ნეტავი, რაც დღეს მოხდა, ამაში ვიყავი აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ განახლებული სარჩელი წარდგებოდა ოცნება ახალი საკონსტიტუციო სარჩელით ვადის დინების შესაჩერებლად და ხელახლა დასაწყებად. ეს ძალიან იკითხებოდა, იმიტომ რომ არანაირი აკრძალვა კონკრეტული პარტიების კონკრეტულ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ იგეგმება მათი მხრიდან და ეს ნაცმოძრაობის აკრძალვის რაღაცა ანონსით სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური თამაშით და რაღაც საკვების მიწოდება საკუთარი ქორა მორჩევლისთვის თითქოს ის ებრძვის ნაციონალურ მოძრაობას. ერთი თამაშობს როლს თითქოს იმ ხელა ავტოკრატია აქვს ქვეყანაში დამყარებული და მართლა აქვს ავტოკრატიული მართვის მოდელი, რომ აი ნაცმოძრაობა, რომელიც მთავარი დაპირება იყო მისი ნაცმოძრაობის პოლიტიკური განადგურება 2012 წელს ხო ამ ლოზუნგებით მოვიდა ოცნება ამ ხელისუფლებაში, ეხა მაინც მოიყვანოს სისრულეში და საკუთარ ამორჩევლს, რომელსაც ამის მოთხოვნილება რაღაცა ნაწილს ალბათ აქვს, ეს საკვები გადაუგდო ოცნების ხელისუფლება. თუმცა თავდაპირველადვე, აი პირველივე დღიდანვე აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რაც დაანონსდა ეს სარჩელი, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას ოცნება არ მიიღებდა ძალიან მარტივი მიზეზის გამო. შეიძლება ვიღაცას თეორიულად ოცნებაში ან მის ხარდაჭერების რაღაც ნაწილს სურდეს ნაცმოძრაობის აკრძალვა, მაგრამ ოცნების კონკრეტულ შემთხვევაში მართველი პოლიტიკური ელიტა და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი სასიცოცხლოდ დაინტერესებულია, რომ ნაციონალური მოძრაობა არსებობდეს ყოველთვის. თავი დავანებოთ ახლა რეალურად ამ სარჩელის სამართლებრივ ნაწილს, იმიტომ რომ
არ შეიძლება ხო პოლიტიკური პარტიის აკრძალვის გადაწყვეტილებას კონკრეტულ შემთხვევაში აი ამ პირობებში, როდესაც ფაქტობრივად ავტოკრატიული მართვის რეჟიმი არსებობს ქვეყანაში, იღებდეს მმართველი პოლიტიკური პარტია, იმიტომ რომ ეს არის ხალხის გადასაწყვეტი და ეს არის კონკრეტულ შემთხვევაში თავისუფალი სასამართლოს გადასაწყვეტი და დღეს არც ხალხის ნება არის უზრუნველყოფილი საარჩევნო გზით და არც საკონსტიტუციო სასამართლო არის თავისუფალი. ეს არის პოლიტიკური საკვები, საკუთარი ამომრჩევლისთვის. და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ვერ იღებენ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ეს მკაფიო სიგნალია, რომ ქვეყანაში დემოკრატიას ებრძვიან, იმიტომ რომ შენს პოლიტიკურ ოპონენტს უსწორდებოდე შენს ჯიბეში არსებული სასამართლოს მეშვეობით და ასე აუქმებდა პოლიტიკურ პარტიას, ეს მძიმე პოლიტიკური გზა უნელია და იქ ხოლმე ნაცმოძრაობაზე არ არის ხო საუბარი სხვა პარტიებზე. ხო, რატომ შეიყვანეს, რა პრინციპით შეიყვანეს მაშინ ლელო, რომელიც თქვენი პოლიტიკური პარტნიორი იყო სხვადასხვა ეტაპზე და ახლა თუ ვინმეს მიმართ ხართ ესე ლოიალურად განწყობილი, სწორედ ეს პოლიტიკური ძალაა. დიახ. ну ახლა ოცნების მიზეზი ერთია, რას ოფიციალურ საბაბს რას დაუდებენ ამას, მაგრამ რეალობა არის სხვა, ხო? ამაზე ვსაუბრობ ზუსტად. მოდელი ის ხო არ არის კონკრეტულ შემთხვევაში რომელი პარტია რა პრინციპით შეარჩია ყველას კოლექტიურ ნაცმოძრაობას იძახის, ხო? ქართული ოცნება და ამ გადმოსახედიდან მოქმედებს. ვიღაცას ეხაც რაღაც არგუმენტი მიაწოდეს, თითქოს ამ ალიანსში შემავალი პარტიები დაამატეს. რატო არ დაამატეს მაგალითად EDP? EDP-საც ალბათ იმიტომ ინახავენ, რომ შემდგომი სარჩელის გახანგრძლივების ვადა რაც სწორად აღნიშნეთ. ევროპული საქართველო ევროპული საქართველო და სხვა თავისუფლების მოედანი არ დაამატეს. ეს რა თქმა უნდა არის პოლიტიკური თამაში. თავიდან იყო ნათქვამი პირველი სარჩელის დროს, რომ ხოებსაც დავაკვირდებით ერთკაციან, ორკაციან პარტიებსო და ნუ როგორც ჩანს, ამ დაკვირვების პროცესში აღმოჩნდა, რომ ფედერალისტები მე მგონი თვითონაც დარწმუნებული ვარ. კონსტიტუციურად. კარგით ეხა რა, ფედერალისტები იქცეოდნენ იქცევიან ისე, როგორც იქცეოდნენ აქამდე. რა შეიცვალა ფედერალისტების ქცევის მოდელში, რაც იყო 9 თვის წინ, ის არის ეხა. რა შეიცვალა? ხო, არაფერი არ შეცვლა, მათ პოლიტიკურ ხედვებში არაფერი არ შეცვლა. ხო, რეალური მიზანი ეს ხო არ არის. ხო, თქვენ მარტივია ამ საკითხზე საუბარი, იმიტომ რომ თქვენ არ გემუქრებათ ამ სიაში შეყვანა. რა იცი თქვენ, წინასწარ თუ საუბრობთ, რა იცი, ღმერთმა დაგვიფაროს. ან თქვენ გაქვთ ან ნებისმიერ მოლოდინი შეიძლება არსებობდეს სამართლებრივ ენაზე რომ ვთქვათ, თქვენი ალიბი არის, არ ვიცი, რამდენად სწორი, ასე ვთქვათ, სიტყვა მოვძებნე ამის შესაფასებლად, მაგრამ თქვენთვის ალიბი არის ის, რომ თქვენ ხართ წარმოდგენილი პარლამენტში და შესაბამისად არ მოდიხართ წინააღმდეგობაში ხელისუფლებასთან, სწორედ ამ არ აღიარების ნაწილს გულისხმობ, რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი პრობლემა მათთვის. უყურეთ, აღიარება, არ აღიარების საკითხი არის როგორი საკითხი, იცი, ეს აღქმებზეა დამოკიდებული თავიდან ბოლომდე. ეხლა როგორ შეიძლება ხელისუფლება ოპონენტებს ებრძოდეს, მოქალაქეებს აკავებდეს ტროტუარზე დგომისთვის, მარტო იმიტომ, რომ მის აღქმაში ის ხელისუფლება არ არის, ხო? ხელისუფლებას ვინ ფლობს და ძალაუფლებას ვინ ფლობს? ფლობს ის, ვინც ხვებს არწმუნებს ამაში. და ესე იგი, საკუთარ თავში უნდა ეძებოს, ხო, ხელისუფლებამ ეს პრობლემა და ეხლა დღეს დაძინებულზე და ხვალგაღვიძებულზე როგორ მოეპრიანებათ, ვისი აღქმა არ მოეწონებათ, ვისი დამოკიდებულება არ მოეწონებათ, ამაზე ხო არ არის დამოკიდებული, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი საპარლამენტო გუნდის ყოფნა პარლამენტში არის ის, რომ დიახ, მათ უჭირთ ამ საპარლამენტო სარჩელში, საკონსტიტუციო სარჩელში შეიყვანოს საპარლამენტო პარტია, ეს მოცემულობა, რეალობა, მაგრამ ჩვენ ისეთ არაპროგნოზირებად შეშლილ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, რომ ნებისმიერ დროს მათ არ ჭირდებათ სამართლებრივი არგუმენტი, რაღაცას თავის გამართლება, ამ საკონსტიტუციო სარჩელში შეიძლება ჩვენი პარტიაც მოხდეს. ანუ ამისგან დაზღვეული არავინ არ არის, ხო? ფედერალისტები იყო, აღარ იყო, არის. ანუ ვიღაც პარტია აღარ იყო, არის. ხო, ანუ ეს ჩვეულებრივი ცვლადი მოცემულობა. თუმცა თავადვე ამბობთ, რომ ამ პირობებში გაუჭირდება, ასე ვთქვათ, საკონსტიტუციო სარჩელში შეიყვანოს პარტია, რომელიც წარმოადგენს საპარლამენტო ოპოზიციას. მე ჩემი აზრით, იმიტომ რომ ამ დასაბუთებას ბევრად უფრო მძიმე არგუმენტები ჭირდება, ვიდრე კონკრეტულ შემთხვევაში სხვას, ხო? ანუ პირობითად ვიძახით, თორე ამათებს რატომ გამორიცხავთ? აი, როდესაც დავიწყე საუბარი, სხვა რა მიზეზია თქვენ ამის ზურაგირჩის განცხადება მოვისმინე, ხა ციტირებას ვერ მოვიყვან, მაგრამ შინ არის დაახლოებით ასეთი იყო, რომ ეხლა რა თქმა უნდა ამ ეტაპზე ოპოზიციური ალიანსი არ წარმოადგენს ისეთ ძალას, რომ
სიტყვით თქვა კრამიტებს ვამტრებდეთ პოლიტიკური გაგებით, მაგრამ როგორც ჩანს, პოტენციალს ხედავს აი ამ გაერთიანებაში ქართული ოცნება და ყველანაირად ცდილობს აი ამ ალიანსში მყოფ პოლიტიკურ ძალას საუბარი, მაგრამ სასაცილოდ არ ყოფნის დარწმუნებული ვარ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არგუმენტი, რაც ეხა თქვენ ბრძანეთ ალიანსის შიშის გამო შეყავს თურმე პარტიების რაღაცა ნაწილი საკონსტიტუციო არჩევნებში. კარგით ეხლა. ანუ ვერ ხედავს ქართული ოცნება პოლიტიკურ ალტერნატივას აი ამ ალიანსში. ეხლა ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ 4 ოქტომბრის მერე თუ ვინმეს კრამიტები აქვს დალეწილი, არის ოპოზიციის ეს ნაწილი, ეხლა ობიექტური რეალობა არის ეს ხალხო. ანუ არ შეიძლება ეხლა რაღაც საკუთარ შესაძლებლობებს განსხვავებულად აფასებდე. 4 ოქტომბრის მერე ოპოზიცია დაზიანდა და ამ ოპოზიციის ამ ნაწილმა აი ამ ზიანით, აი ამ არჩევნებით, ფეიქ რევოლუციით და არჩევნებთან ის იდეასთან დაპირისპირებით ყველა დააზიანა, ჩვენი პოლიტიკური პარტიაც დააზიანა და საკუთარი პარტიები დაანგრიეს. აი ობიექტური რეალობა ეს არის ემა. საკუთარი პარტიული უჯრედი რეგიონებში გაანადგურეს. საკუთარი ამომრჩევლები კი არა, საკუთარი პარტია, რომელთანაც აშენებდნენ ეს ადამიანები ამ პარტიას და ხმები მოქონდათ, ის ადამიანები დატოვეს ყველაფრის გარეშე. ეგ არის რეალობა, იმიტომ რომ არ განიხილავენ ამ რეალობაში რაიმე ფორმით არჩევნებში მონაწილეობას, ბერდია ხო მოვა ეგ დრო, არჩევნების დრო და ნახავთ ერთი რომელი შევა ამ არჩევნებში და რომელი არ შევა ამ არჩევნებში. როგორ შეიძლება არჩევნების დრო, ანუ 2028-ში, ხო? მე არ ვიცი 2028-ში იქნება, 2028-ში. კაი, 2028-ის მოცემულობა ავიღოთ პირობითად. თუ ახალი არჩევნები არ ტარდება, 2028-ში თქვენ გჯერათ, რომ ეს ოპოზიციის ეს ნაწილი არ შევა არჩევნებში? კატასტროფული შეცდომა იქნება, კიდევ ერთი არ შესვლა. ძალიან მარტივი საარჩევნო ადმინისტრაციის, ამ საარჩევნო პირობების ეს ვადები უყურეთ, ჩვენ რა გვჭირდება? რეალურად ჩვენ გვჭირდება დამაჯერებელი ელექტორალური უპირატესობა. ჩვენ ელექტორალური უპირატესობა, მე აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული ამაში, გქონდა ოცნებასთან მიმართებით, მაგრამ ჩვენი ელექტორალური უპირატესობა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩვენ დამაჯერებელი გამარჯვება ოპოზიციის ამ ნაწილს გაეფორმებინა, იმიტომ რომ იქ ადმინისტრაციული რესურსი მუშაობს, გაყალბების მექანიზმი მუშაობს, ფული მუშაობს და ამაში შენ ვერ ეჯიბრები ხო ხელისუფლებას. ამიტომ შენ გჭირდება მყარი ელექტორალური ბაზა, ბევრად უფრო მეტი, ორჯერ უნდა აღემატებოდე შენ ხო რაღაცა კოლოსალურად დამაჯერებლად უნდა აღემატებოდე ოცნების ელექტორალურ მხარდაჭერას, რომ ვერ შეძლოს ამ გაყალბების მექანიზმებით სასურველი გამარჯვების დაწესება. ელექტორატზე მუშაობენ აქციები, სანქციები, პოლიტიკური ალტერნატივა. ანუ სწორედ კარდა კარის მოსმენა გინდათ ალიანსზე გინდათ შეფასება მოისმინოთ ალიანსის გეგმებზე მიდე და შემდეგ თქვენი გეგმები და უცებად მოვისმინოთ ძალიან მარტივად გვასწრებთ არასერიოზულია ის აღქმა ჩემი მხრიდან რო გითხრათ ეხა რომ ოცნების ხელისუფლება ოპოზიციის რაღაცა ალიანს რაღაცა სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევს და ამის გამო გადაწყვიტა სარჩელის გაფართოება. ეგ არის იმდენად სისულელე, აი ხელის გულზე დევს რომ ეს სისულელე არის რა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ამ ალიანსში უმრავლესობას ძალიან კარგად აქვს გააზრებული რის გამო მოხდა კონკრეტულ შემთხვევაში ამ სარჩელის გამოხმობა და ხელახალ გაზრდილი სარჩელის წარდგენა საკონსტიტუციო სასამართლოში. ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმის გამო, რომ ხელახალი ვადის დინების ათვლა დაიწყოს და არ მოუწიოს ოცნებას სექტემბერში ამ გადაწყვეტილების მიღება, როგორც თვითონ პირდებოდა. და ამალიაში შემოვალი პარტიები ვერ ხვდებიან დაუშვათ იმ ვერსიას, რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ ეს არის რეალურად პოლიტიკური თამაში, ქართული ოცნება არასოდეს გააუქმებს ნაციონალურ მოძრაობას, ანუ ერთ ნავში ჯდომა ნაციონალურ მოძრაობასთან, მათ ფიქრობთ, რომ დისკომფორტს არ უქმნის? არ ვიცი, ხა დისკომფორტს რო უქმნიდნენ, არ იქნებოდნენ ხო ერთად? ანუ არ არის ეს ისეთი დისკომფორტი საკითხი მე მაგალითად მაგალიანსში ვერ წარმომიდგენია ჩემ პარტია ოდესმე შეიძლება დამჯდარიყო ხო ვიღათისთვის ეს გადაულახავი ბარიერი არ არის ხო სხედან იქ ალიანსში და განიხილავთ ძალიან მარტივი მიზეზის გამო იმიტომ რომ ერთი ფუძე აქვს ხო ამ პარტიებს ხო ერთი პარტია დედა პარტიიდან წამოსული პოლიტიკური პარტიები არიან აღარ დაუწყოთ ჩამოთვალეთ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა პოლიტიკოსი თავისუფლების მოედანი რა ვიცი რა საერთო შეიძლება გამონაკლისი იყოს თავისუფლების მოედანი რა თქმა უნდა აი ამ EDP-ში არ ვიცი ხა რა ხდება რა მდგომარეობა EDP-ს იმდენია გამოვლილი და იმდენ იმაშია ნაწერთობი რომ არ მგონია გაუჭირდეს ნაციონალურ მოძრაობას. ეს საინტერესო რამ თქვით, სანამ გადავალთ სტრატეგიაზე ამას მინდა აუცილებლად ჩავუღრმავდე, იმიტომ რომ რეალურად, რა ვიცი, ოპოზიციური ელექტორატი თანაც ბოლო კვლევებით უხსოვარი დროის არის, ვიცით რომ ჯერ ისევ დიდი რაოდენობა ყავს გადაუწყვეტელი ამომრჩევლისა, რომელიც
ბუნებრივია პოლიტიკური პარტიების სამიზნე აუდიტორია უნდა იყოს. ანუ შესაბამისად ფოკუსი ყველა ოპოზიციურ პარტიას უნდა ქონდეთ ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატზე გასწორებული. ხა იქ არა მხოლოდ მე არ ვთვლი რომ ესე უნდა. ხო, მათ შორის, ამიტომ ჩვენ ოცნების სამორჩეულზეც უნდა ვიმუშაოთ. ხო, ამიტომაც არის ხოლმე ძალიან საინტერესო თქვენი ხედვა იმ სტრატეგიის თუ გეგმების, რაც სხვა ოპოზიციურ ფლანგს გააჩნია, მაგრამ თქვენ თქვით, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ოპოზიციური ალიანსიდან აი არჩევნები თუ დაინიშნება, უმეტესობა მიიღებს მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად და სწორიც იქნება რომ მიიღონ მონაწილეობა. ანუ ფიქრობთ, რომ ყველა აი ამ ოპოზიციური წყვილები ყველა არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობა მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. აი ამ ალიანსიდან. ანუ ვადამდელ არჩევნებში. ვადამდელ. ხო, რა გაძლევთ ამის და ან თქვენს რწმენას რა ამხარებს ეს მინდა რომ მოვისმინო. გეტყვით და გუშინ თქვი კიდევაც ეს ეთერში ვიყავი, ერთ-ერთი TV პროზე ვიყავი. ანუ დღეს ძალიან კარგად ხვდება ყველას. ყველა მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს საჯაროდ არ უტყდებიან, რა დიდი პოლიტიკური სისულელე ჩაიდინეს, როდესაც აი ამ ფეიქ რევოლუციის ავანტიურას აყვნენ. ვიღაცები მიზანმიმართულად ეს იკითხებოდა რა ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვის ძალიან თვალსაჩინო იყო, მათ შორის დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც, რომ 4 ოქტომბერს არაფერი არ დაიწყებოდა და არაფერი არ დამთავრდებოდა. ეს იყო ავანტიურა და ჩვენ საუბრობდით წინასწარ, რომ ეს სცენარი დაგეგმილი იყო კონკრეტულ შემთხვევაში ოცნების ოფისში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. დღეს რატო არ საუბრობენ ამ ყველაფერზე? როგორ შეიძლება პირში წყალჩაგულებულები იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ საუბრობენ რა მოხდა 4 ოქტომბერს. ვისთან იყო ოცნების ოფისში იყო დაგეგმილი თვითონაც საუბრობენ ამას. ორგანიზატორებს ჰქონდათ მოლოდინი და დაანონსებული ვისი მოლოდინი კაცო თვითონ ლაპარაკობს. მაღალ ჩინოსნები მათ მხარეს ხო, ანუ რაღაც ინფორმაცია ჰქონდათ, ვიღაცა არწმუნებდა ამაში, ვიღაცა აპროვოცირებდა ამ ყველაფერს, ხო? ისაუბრო ვისთან ჰქონდათ კაცო ის საუბარი. დროშების რევოლუცია უნდა მოვაწყოთ და დროშებით ისხდნენ აქ თქვენ ეთერებში არ გახსოვთ კაცო? კი, როგორ არ მახსოვს. ხო და რა მოხდა მე? არ აინტერესებს ხალხს? მე მაინტერესებს მაგალითად. იმიტომ რომ გულშემატკივარი ვარ ჩემი ქვეყნის. არ შეიძლება ასე ადამიანები გასწირო და უამრავი ადამიანია დღეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში მიცემული. პასუხისმგებლობას 4 ოქტომბერი და მათი ორგანიზატორები, იმიტომ რომ 4 ოქტომბერია დღემდე თვეების, ანუ მაშინ რა კავშირი აქვს? საერთო მხოლოდ ის ქონდაო, რომ ჩვენ ხარს ვუჭერდით ამ ყველაფერს, რომ დეტალებს აგერ პატა მანჯგალაძე ზის ამ საქმეზე ციხეში და ისიც კი ამბობს, რომ საორგანიზაციო საკითხებთან საერთოდ არანაირი შეხება არ მქონიაო. ყველა უდანაშაულო ადამიანს რა თქმა უნდა უსვევ ამ რეჟიმის პირობებში საუბარი იმაზე ვიღაცა სისხლის სამართლის დამნაშავეა თუ არ არის პროვოკაციას აყვა თუ არ ამაზე ხო არ არის საუბარი ყველას უსურებ თავისუფლებას ვინც გულწრფელად თავის სამშობლოს იბრძვის და რაზეა საუბარი მაგრამ მე ძალიან მარტივ მიზეზს ვიძახი 4 ოქტომბერი რისთვის იყო ემა გამოგონილი 4 ოქტომბრის მთელი ავანტიურა გამოგონილი იყო იმისთვის რომ არჩევნების იდეას დაპირისპირებოდა ბოიკოტი სხვა ამოცანა არ ქონია 4 ოქტომბერს მერწმუნეთ მე არ მგონია რა რომ სხვა ამოცანა ქონდა ამ ყველაფერს მეინსტრიმ აზრი გახდა ბოიკოტი თითქოს არჩევნებში არ მონაწილეობით რაღაცა სასწაული მოხდებოდა 4 ოქტომბერს დაიწყებოდა და დამთავრდებოდა და არც დაიწყო და არც დამთავრდა დაწყებაც არ ერქვა იმას რაც დაიწყო ხო და ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმ 9 პარტიიდან რომელი მონაწილეობდა ამ არჩევნებში ჩამომითვალეთ არც ერთი რომელი იყო ბოიკოტის მხარეს ყველა ეს არის მოცემულობა რაც არის. ანუ განგებ ასე ვთქვათ. არ ვიცი ვიღაცა განგებ გამოიგონეს 4 ოქტომბერი, ასე ვთქვათ, მშვიდობიანი რევოლუცია იმისათვის რომ ოპოზიცია არ გამოიგონეს, შეიძლება ვიღაცა ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე არ მოეგო არჩევნები. არა, უყურეთ, ძალიან მარტივი საკითხია ეს. ვიღაცას გულწრფელად ჯეროდა ამისი. ვიღაცა ოცნების ვიღაცა მოატყვა, ვიღაცა პოლიციელმა მოატყვა, თითქოს ახლა დიდი ძვრებია პოლიციაში და თქვენ ოღონდ დაიწყეთ 4 ოქტომბერს და მთელი პოლიცია თქვენ მხარეს გადმოვა. ვიღაცა აი ამ ავანტიურაში საერთოდ შემთხვევით აღმოჩნდა. ეს მოცემულობაა და ამით ისარგებლა ოცნებამ თავიდან ბოლომდე. ეს თვითონ დააპროვოცირა ოცნებამ. დღეს ხო არ უარყოფენ რომ ოცნების პროვოკაცია იყო ეს ყველაფერი. დღეს ხო იმას იძახიან, კაცო, ღობე გადაჭრილი იყო და კამერებს ისეფარო არ იძახიან ამას, ხო იძახიან. ამ მოცემულობით თუ მივალ. ეხლა უყურეთ. ასე ვთქვათ, პოლიტიკური ვადები, საარჩევნო ვადები, გაცილებით უფრო ასე ვთქვათ, მცირეა ხომ და სწრაფად გადის. არც ისე დიდი დრო არის დარჩენილი, თუნდაც კალენდარით, საარჩევნო კალენდარით განსაზღვრულ საპარლამენტო არჩევნებამდე. არსებულ მოცემულობას რაიმე ესეთი რადიკალური ცვლილებების პირი არ ჩანს.
ანუ ეგ არავინ არ იცის ემა, ანუ ეგ არის პოლიტიკური მკითხაობა ეხლა, რა იქნება არჩევნებამდე, რა პირობებში შევალთ ამ არჩევნებში და როგორი ცლადები იქნება, იმიტომ რომ გლობალური სამყაროა და რა ვიცი, დღიდან დღემდე იცვლება მსოფლიო პოლიტიკა, გეოპოლიტიკა ჩვენს რეგიონში, ამიტომ ეხლა საუბარი წინასწარ რომ აი პირობებით შევალთ ეხლა ამ ვადამდელ არჩევნებში ან კალენდარულ არჩევნებში არ გამოდის 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რაც მოხდა 2025 წლის 4 ოქტომბერს არ გამოურიცხავ და აი იმედი მაქვს რომ ადამიანები საკუთარ სისულელეზე და სიგიჟეზე მაინც ისწავლიან. თქვენ რომ იძახით რომ რაღაც აგდებულად საუბრობთ თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით, არ არის ესე. თვითმმართველობის არჩევნებთან განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებთ როგორც საპარლამენტო არჩევნებს, მაგრამ 4 ოქტომბრის არჩევნები იყო მნიშვნელოვანი არჩევნები. რა თქვენი კოლეგა ოპოზიციონერები არ ანიჭებენ, ესენი ამბობენ რომ არ იცვლება ხელისუფლება, კრიტიკული მნიშვნელობა არ ქონდაო. როგორ არ ქონდა? უყურე პოლიტიკური ცხოვრებისთვის რამხელა დრაივი იქნებოდა თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებას, მაჟორიტარების გამარჯვებას. ხო, ანუ უზარმაზარი პოლიტიკური პროცესის წამოწყების შესაძლებლობა იყო, ხო? და დღეს პოლიტიკური პროცესი ფაქტობრივად ყლავს ოცნება, ხო? ანუ არსად არ არის პოლიტიკური პროცესი, სადღაც ცდილობს რომ კონძულები გაჩნდეს პოლიტიკური პროცესისთვის, პოლიტიკური აქტორები ცდილობენ სამოქალაქო საზოგადოებას ცდილობს და ასე შემდეგ. ამიტომ ეს პოლიტიკური პროცესი არ არის დაანონსებული კარდაკარი, გიორგი ვაშაძემ თქვა რომ 10 მაისიდან დაიწყება და 26 მაისს იქნება კულმინაცია. რას აკეთებენ 10 მაისიდან 26 მაისამდე 16 დღეში რა კულმინაცია იქნება არ ვიცი. არ ვიცი სიმართლედ. არც მათი გეგმები ვიცი, სიმართლე რო გითხრა და ეხლა როგორ შევაფასო მე გიორგი ვაშაძის პოლიტიკური კალენდარი და მათი პოლიტიკური სტრატეგია, არ ვიცი. ანუ თქვენც არ არის საინტერესო რაზე დაელაპარაკება ოპოზიციის ერთი ნაწილი ამომრჩევლის ერთ ნაწილს? ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა საბედნიეროდ ამ ქვეყანაში რომ მოქალაქეებთან საუბრის შესაძლებლობა გქონდეს და ვინ რაზე დაელაპარაკება, ეს არის მათი გადასაწყვეტი. მე რაზე ვისაუბრებ ამ მოქალაქეებთან? ბერდია და აი რაც დავიწყეთ გადაცემა, იმაზე საუბრობთ, რომ ძალიან დააზიანა მაშინდელმა მათმა კომუნიკაციამ და ბოიკოტმა. მეთქი, თქვენ ამბობთ, რომ 26 მაისს იგივე გამეორდება, რაც 4 ოქტომბერს, მე ამის მოლოდინი არ მაქვს. მე იმედი მაქვს, რომ ამაზე ვსაუბრობდი, სულელი ადამიანიც კი თავის საკუთარ შეცდომებზე სწავლობს და შეუძლებელია ხა ამ ადამიანებმა არის სწავლონ რაღაც თავის შეცდომებზე და რაღაც 26 მაისი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე რაღაც დაპირისპირების დღედ იყოს გამოყენებული. შეუძლებელია ეს არ უნდა მოხდეს ეს და ამიტომ ვიძახით რომ ეს თარიღის ნაწილში ცოტა სიფრთხილე იყო საჭირო თარიღის შერჩევის თვალსაზრისით. თუმცა ეს თავიანთი ბოიკოტის კამპანია თუ გაგრძელდება ისევ ამომრჩეველთან 2028 წლის ბოიკოტის კამპანია თუ გაგრძელდება ადამიანი უყურეთ მე ხშირად მეკითხებიან რომ აი ამ გზას გავივლიდი თუ არა რაც აქამდე გავიარე ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩემო პოლიტიკურ პარტიამ დიახ გავივლიდით ამ გზას იმიტომ რომ მოქალაქეებისთვის გვეჩვენებინა რომ ის გზა არსად არ მიდის და დღეს თუ გონია პოლიტიკაში ჩართული ადამიანებს ამ ნაწილს რომ მოსახლეობა ბოიკოტის იდეასაც ისეთი ჟივილხივილით აყვება როგორც 4 ოქტომბრის წინააღმდეგ თვითმმართველობის არჩევნების მკვლელობის იდეას პირდაპირ ფორმით ეს არ ექნება ნამდვილად და ბოიკოტთან ერთად თვითონ ეს პოლიტიკური პარტიებიც დაზიანდებიან, იმიტომ რომ შეუძლებელია მუდმივ ბოიკოტში იცხოვრო, როდესაც კონკრეტული ხელშესახების შედეგები არ გაქვს ამ თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, პროტესტს აქვს თავის შედეგები, მათ შორის ის რომ კოჭრილი ლეგიტიმაციითაა დღეს ოცნების ხელისუფლება და ამას თვითონაც არ გაურბიან, არ არის ბოიკოტის შედეგისთვის. არ არის ცოტა რა თქმა უნდა და ამის ნაწილი ვიყავით ჩვენც ახლა არავინ არ მარტო შედეგი არ მოუტანი არავის თავისთვის, ხო? მაშინ, როდესაც 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში ცემეს ადამიანები, რა ვიცი, აწამეს, იმოროდიორეს პირდაპირ ფორმით მიკროავტობუსებში ცემდნენ, აფურთხებდნენ, ძარცვავდნენ, აწამებდნენ და ერთი მოძალადი არ არის დაჯილი, რა თქმა უნდა და აი ამის ფონზე იყო ის სანქცირება, რაც იყო ხო თავიდან ბოლომდე ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით, მათ შორის მაგნიტსკის სანქცირება, შეერთებული შტატების რომ შეცდომა იყო პარლამენტში არ შესვლა და საპარლამენტო ბოიკოტი თქვენ დაარღვიეთ. კერდა ვარღვიეთ, მოდი სწორი შეფასება მივცეთ ამ ყველაფერს. ჩვენ საპარლამენტო მანდატები არ დაგვითმია არასდროს და ამ პოლიტიკური მანევრის შესაძლებლობა დავიტოვეთ საკუთარი თავისთვის. იმიტომ რომ არ შეიძლება პოლიტიკოს თავის ბანკოში ერთ კოზირზე მეტი არ კონდეს. შეუძლებელია, ხო? ანუ ჩვენ არ დაგვიყრია ეს მანდატები. როგორც დაყარა ოპოზიციის ამ ნაწილმა, რომელიც იძახდა, რომ ჩვენო თუ დავთმეთო წინასწარო ცესკოს მივმართეთო მანდატების დათმობასთან დაკავშირებითო პირველი სხდომა არ გაიმართებაო.
პარლამენტისო. მე უნდა რო იქნებაო საკანონმდებლო დონეზეო. მე კანონებს ვერ მიიღებსო, მე ადმინისტრება გაუჭირდებაო, ეხა საცობს გავაკეთებთო ჯარიმებისო და ანუ არც ერთი ეს სცენარი, რომელსაც ეს ბოიკოტის მომხრეების და ამ რადიკალური ნაწილის მომხრეების მოსაზრებები იკვებებოდა და ეფუძნებოდა, რასაც ეფუძნებოდა, არ გამართლდა, ხო? ესეც ხო რეალობაა, ეს ხო მოცემულობაა. ეს კოზირი გამოიყენეთ იმით, რომ შეხვედით პარლამენტში. კიდევ გაქვთ ახლა ბანკოში კოზირი და რა არის თქვენი კოზირი? კოზირი იმის კოზირიო რომ არ იცოდეთ თქვენ ხა და მე თუ დაგიყარეთ აქ კოზირები ეს კოზირი აღარ იქნება. ბევრი გაქვთ ესე იგი? იმიტომ რომ ეს არ დამოკიდებულება. ბევრი გვაქვთ, ცოტა გვაქვს ეს ჩვენი გადასაწყვეტია. არ ვიცი ხა რას კითხულობთ, რა ვიცი, ინტონაციაში კითხულობთ რამე სახეზე მაწერია. ერთადერთი რაც მომძრავებს არის ცნობის მოყარეობა, ოღონდ გულწრფელად. აი სიფრთხილით ვეკიდები, ერთი სული მაქვს კითხოთ, როდის გააქტიურდება პოლიტიკური თვალსაზრისით გიორგი გახარია, მაგრამ ისევ რომ რაღაცა ჩემს კითხვაში არა ერთი წამთ, უყურეთ ვიზუალური ახლის პრობლემა გაქვთ გახარიას რომ ვერ ხედავთ გიორგი გახარია. რა თქმა უნდა, მათ შორის ვიზუალური და მისი პარტია პოზიციონირებს ნებისმიერ საკითხზე, რა ვიცი, საკრებულოში, პარლამენტში, რა ვიცი. ეხლა ძალიან მოდური არის მადიართან შედარება. ხა მადიარი რო გაჩუმებული იყო და მხოლოდ მისი პარტიის წევრებს ევლოთ ეთერებში. არ დაიღალეთ ამ მადიარის შედარებებით ქართულ პოლიტიკასთან. მე დავიღალე, ქართველი დაიღალა, საშუალო სტატისტიკური მოქალაქეს დარწმუნებული ვარ, დაიღალა მადიარი. რატო თქვენ თანაპარტიელს რომ მკითხეს გიორგი შარაშიძეს, მან თქვა რომ დაგველოდეთ აუცილებლად გამოჩნდება. მაგრამ ახალი მომხდარი იყო ხო მადიარის кейსი და ეხლა ორი კვირის თავზეც რომ ეკითხებით მადიარი, მოდი ქართულ პოლიტიკაზე ვილაპარაკოთ. კი ბატონო, იყოს ჩვეულებრივ ვილაპარაკოთ ქართულ რეალობაზე, რაც გვაქვს. არც უნგრეთის შედარება პირდაპირ პარალელით არ შეიძლება საქართველოსთან, იმიტომ რომ არც ევროკავშირის წევრი არა ვართ, არც ნატოს წევრი არა ვართ, ოკუპირებული ქვეყანა ვართ. რა ვიცი და ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს და ძალიან ბევრად განსხვავდება. ინტერესი გახარიას მიმართ არის ძალიან ბუნებრივი. მე მგონი ამას მაინც არ დააყენებთ ხო, იმიტომ რომ მას აქვს პრეტენზია ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო, რომ იყოს საქართველოს პოლიტიკაში ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა. რაიმე ხომ არ შეცვლილა. არა, ინტერესი აქვს და იქნება. ხო და ამიტომაც 2021 წელს გვაქვს მოთხოვნა, რომ ის იყოს თვითმმართველობის არჩევნები რომ მორჩა 2021 წელს გარკვეული პერიოდი ჩვენ სტრატეგიის ნაწილი იყო ეს გიორგი გახარიას ჰქონდა გარკვეული პოლიტიკური ტაიმაუტი არა პოლიტიკურ პარტიას არამედ მას როგორც პერსონალურად მაშინაც ზუსტად აი თქვენს ეთერში ვარ 1-3-4 ჯერ ალბათ ნამყოფი იმ პერიოდის განმავლობაში აი ესე გამალებით სვამდით ამ შეკითხვას ხო არ მიდის გიორგი გახარია პოლიტიკიდან არ წასულა დაბრუნდა დააქტიურდა არც არ წასულა ყოველდღიური მართვის პროცესშია ჩართული ეს ადამიანი თავისი პოლიტიკური პარტიის რა ვიცი თავიდან ბოლომდე საჯარო განცხადებებზე ვსაუბრობ ბატონო ბერდი ანუ ჩვენ გვყავს მაგალითად საჯარო ამას გეუბნებით ვიზუალზე დადიხარ მაგალითად ვიზუალზე დადიხარ არა რატომ ვიზუალზე აბა მისი პარტია პოზიციონირებს საჯარო განცხადებები თავად ლიდერი ლიდერები რაში სჭირდება პოლიტიკურ პარტიას თუ კი ეს ლიდერები იქნებიან რაღაცა პოლიტიკურ ლიდერობა რა გონია თქვენ ეხლა კვირაში ერთხელ რო აქ პოლიტიკური პარტიის ლიდერი დაგიждდება და ლაყბობს ეგ არის მხოლოდ ლიდერობა ეს გონია თქვენ ლიდერობა მხოლოდ ეს გონია ლიდერობა არა ლაყბობს რას ნიშნავს საუბრობს კი ბატონო მხოლოდ ეს გონია საჯარო განცხადებები ეგ არის ანუ ეგ არის თქვენთვის ლიდერობა მხოლოდ ჩვენთვის არ არის ეს არც გიორგი გახარიასთვის არ არის ეს ლიდერობა რასაც თქვენ იძახით ხრივ პოლიტიკური აქტიურობისგან აქტიურობასთან დაკავშირებით შეზღუდულია ხო იმიტომ რომ ქვეყანა აი უყურეთ რამდენ დავედით თავიდით ემა უყურეთ რას დავედით მისი პარტია პოზიციონირებს ერთი მითხარით კი თუ არა კი ბერდია მაგრამ რომელიმე საკითხი არსებობს პოლიტიკურ სპექტრში დღის წესრიგში რაზეც ჩვენი პოლიტიკური პარტიის შესაბამისი პოზიციონირება არ არის წარმოქმნილი არის თუ არ არის პარტიაზე ხომ არ არა ერთი წამი არის თუ არ არის თუ არ არის კი ბატონო არის მაშინ ვიზუალური აღქმის მომენტამდე დავდივარ თქვენ გახარიას ვიზუალურად დაინახავ და უშუალოდ მისი პირისგან მოისმენთ თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში პოლიტიკურ საკითხზე პოზიციონირება ესეც იქნება დაელოდეთ თქვენი სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ასამან პარტიებში გამოკვეთილი ლიდერები გამოკვეთილი პოლიტიკოსები ვის მიმართაც უფრო მაღალია როგორც ინტერესი მედიის მხრიდან ასევე საჯარო ინტერესი მოსახლეობის კარგი ხართ მაგრამ ჩქარი ხართ არ გექნებათ ეს დანაკლისი ანუ გამოჩნდება აუცილებლად აუცილებლად ეჭვერში გეპაროთ მაგაში 2028 წლამდე თუ შესაძლებელია მანამდეც გამოჩნდეს გახარია
2028 წლამდე რას ნიშნავს? ანუ მე როგორც მივხვდი თქვენი მთავარი გეგმაზე მინდოდა მეკითხა და მე როგორც მივხვდი აი ამ ოპოზიციური ალიანსისგან განსხვავებით თქვენი ძირითადი ფოკუსი და პოლიტიკური სტრატეგია მიმართულია საპარლამენტო არჩევნებისკენ, ხო? აუცილებლად, არ შეიძლება სხვანაირად. იქნება ეს ვადამდელი თუ ეს იქნება 2028 წლის არჩევნები. ამიტომ თუ გიორგი გახარია გააქტიურდება პოლიტიკური თვალსაზრისით, დიდი ალბათობით ამ ეტაპს უნდა ველოდოთ არჩევნებამდე, წინა საარჩევნო პერიოდში. მოდი ასე ვთქვათ. ზუსტად ვერან ვერ იტყვის ამ კალენდარს, ეს არის ჩვენი სტრატეგიის ნაწილი, როდის გააქტიურდება ის. შესაბამისად უნდა დაელოდოთ, მაგრამ ის რომ ის საჯაროდ აქტიური არ იქნება, ამის მოლოდინი რა თქმა უნდა არ არსებობს. ის პოლიტიკაში რჩება და პოლიტიკურად იქნება აქტიურად წარმოდგენილი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებაში. ხო, იმიტომ რომ გვაქვს მაგალითები, როდესაც ყოფილი პოლიტიკოსები მიდიან კერძო სექტორში და კონკრეტული კომპანიები მათ, რა ვიცი, უწესებენ გარკვეულ აკრძალვას საჯარო ინტერვიუებთან დაკავშირებით. მსგავს შემთხვევასთან ხომ არ გვაქვს საქმე გახარიას შემთხვევაში? არა, მე არა. გახარია ხომ არ არის ამ თვალსაზრისით შეზღუდული, იმიტომ რომ ვიცით რომ გერმანიაში მუშაობს, ხომ? ერთ-ერთ კომპანიაში არ მუშაობს? არ მუშაობს. არასწორად ცოდნეთ. არ არის ის ამ ეტაპზე? არ მუშაობს. შეიძლება არის მკვლევარი ჰერთის სკულში, მაგრამ არ მუშაობს კერძო კომპანიაში როგორც თქვენ წადით. ხო, მაშინ რა სამართლებრივი ფორმით თანამშრომლობს? ჰერთის სკულის მკვლევარია. ხელშეკრულებით არის აყვანილი. ყველა დეტალი გვაინტერესებს და ეს ძალიან ბუნებრივია, როგორ არის. ეს არ არის პოლიტიკური დღესასწაულის ნაწილი, ყველა მთელმა ქვეყანამ იცის, მათ შორის რო გიორგი გახარია იმყოფება გერმანიაში და ჰერთის სკულის მკვლევარია. ანუ ამის იქით რა უნდა გითხრათ ახლა? რა დეტალებზე უნდა გელაპარაკოთ? მე მგონი ამ უწურავი საჯარო ინტერვიუებთან დაკავშირებით მას რაიმე შეზღუდვები არ აქვს დაწესებული, უბრალოდ ეს არის მისი პოლიტიკური მისი და მისი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს ტაიმ-აუტი პოლიტიკური კიდევ რამდენ ხანს ტაიმ-აუტიც არ ქვია საჯარო პოზიციონირებისგან ტაიმ-აუტი, თორე გეუბნებით პოლიტიკურ ცხოვრებაში არის ჩართული ისევე ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისევე როგორც მე ვარ ჩართული. მადლობა ბერდია სიჭინავას ბოდიშს გიხდით, საჩუქრის გარეშე ვერ გაგეშვებთ აქედან. აპრილი ყოველწლიურად ბიბლოსი აღნიშნავს წიგნის ჩუქების თვეს და კულმინაციას იქნება 23 აპრილი და დარწმუნებული ვარ, ეს არის 10 რომანი სერიიდან, წიგნი 10 რომანი დიქტატურაზე. ძალიან თემატურია ამ დროში და ვაცის ნადიმი დარწმუნებული ვარ თქვენ საოჯახო ბიბლიოთეკაში სათანადო ადგილს დაიკავებს ეს თქვენ ვუერთდებით ამ კამპანიას, რასაც ქვია წიგნის ჩუქების თვე. მადლობა ბერდია სიჭინავას, პარტია გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ვიდრე კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება. შეგახსენებთ, რომ მოკლედ ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოდან ძველი სარჩელი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით გამოიხმოს. შეადგინოს ახალი სარჩელი, სადაც ერთადერთი ცვლილება მხოლოდ ის არის, რომ მანამდე იქ არსებულ 3 პარტიისგან შემდგარ ჩამონათვალს მეოთხეც შეემატება ფედერალისტები, როდესაც დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს ვუსმენდი, რომელმაც დღეს ეს განცხადება გააკეთა, მან თქვა, რომ მოკლედ ეს გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც 2026 წლის ორმაც რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას და შექმნეს ეგრეთ წოდებული ალიანსი, სადაც მათ განაცხადეს, რომ ექნებათ საერთო სტრატეგიული მიზნები. და შესაბამისად გაიზიარა რა ფედერალისტებმაც საერთო სტრატეგიული მიზანი, რაც გულისხმობს ქართული ოცნების კონსტიტუციურობის არ აღიარებას, ქართულმა ოცნებამ მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. დიმიტრი სქიტიშვილი ბოდიში, ირაკლი პავლენიშვილი არ შემომიხედავს, ბოდიში ხდი, მახსოვდა რომ ესეთი თანმიმდევრობით ვიყავით, ირაკლი პავლენიშვილი პარტია ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად, ირაკლი მოგესალმები, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ხო, ძალიან საინტერესო ვერსიები მოვისმინეთ ამ თემასთან დაკავშირებით. ეს შეკითხვა რა თქმა უნდა ბერდიასთანაც მქონდა, არ გაგიკვირდებათ მათი ვერსიაა, რომ რაც რამდენჯერაც არ უნდა შეიყვანოს ნაციონალური მოძრაობა ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო სარჩელში არასდროს არ აკრძალავს, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური თამაშია და ერთგვარი პოლიტიკური საკვები მისი ამომრჩევლისთვის, ვინც ორგანულად
ვერ გუობს ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკურ ველზე. აი თქვენი ვერსია როგორია? რეალურად რას ფიქრობთ, რაში დასჭირდა ქართულ ოცნებას ახალი ვადის ათვლა აი ამ საკონსტიტუციო სარჩელისთვის? ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ ხედავთ რა სპირალშია შესული ივანიშვილის რეჟიმი, ხო? რაც ჭირდება ქართულ ხალხს იმ მიმართულებით, უბრალოდ აცხადებენ რაღაც კომისიას შექმნიან და იმუშავებენ და საბოლოო ჯამში ფასები იქნება, ეს კორუფცია იქნება, ეს მაჩვენებლები უფრო მძიმდება, მათ შორის ფასების კომისია შექმნეს და ფასები გაიზარდა და რა თქმა უნდა, მუდმივად უწევთ ერთ და იგივე დაპირების გაცემა, მერე ამ დაპირების შესრულება და იმ რაღაც რეპრესიულ წრეზე ტრიალი რომ თითქოს და ისინი ახლა პარტიებს აკრძალავენ და ყველას ეუბნებიან რომ პრობლემას მოვაგვარებ. ანუ ამ პრობლემას ვერ აგვარებენ და ყველა სეგმენტს ეუბნებიან რომ აი პრობლემას ვაგვარებთ. ჯერ ეს პარლამენტი რომ ანუ დარშობილი არის არ გამომდინარეობს აი ამ დასკვნებიდანაც ხო იგივე რაღაც ფასების კომისიის დასკვნები ფასებზე მუშაობს ხალხი რომლებიც თვითონ არიან მილიონერები და თვითონ აქვთ ხელი მომთფარე ქართული ხალხის გაღარიბების ხარჯზე ხო მეორე იძახიან რომ აი პარტიებს აუგზავნოთ და მუდმივად საუბრობენ ამ პარტიების აკრძალვაზე და ჯერ ესე თუ საარჩევნო პროცესი არ იქნება ამ ქვეყანაში თუ ჩვენ იმ მიზნებს არ მივაღწიეთ რა მიზნებს მიღწევაც დაანონსებული აქვს რა მნიშვნელობა აქვს მათ ფორმალურად რა პროცესი ექნებათ ხო პარტიებს აკრძალავენ არ აკრძალავენ ჩვენ ვართ წინააღმდეგობაში და ვითხოვთ თავისუფალ თანასწორ საარჩევნო გარემოს რეალურ საარჩევნო პროცესს და სანამ ამ მიზანს არ მივაღწევთ მანამდე არც ვაპირებთ ნებისმიერ ფარში მონაწილეობის მიღებას ამიტომ ეს არის უბრალოდ დარშობილი თემა და რახან ხალხს ვერაფერს ვერ თავაზობენ, აი მუდმივად უწევთ ამ რაღაც პოლიტიკური კლოუნადის გამართვა. საბერთლებრივად თქვენ სისუსტის გამოვლინება, პირდაპირ გეტყვით. სისუსტის გამოვლინება, იმიტომ რომ შეუძლებელია ქვეყანაში არსებობდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც 10 წლის მანძილზე საუბრობდეს და მეტი ხნის მანძილზე, რომ აი ხა აუგზავნოთ, დავასრულებთ, გავანადგურებთ და მუდმივად იყოს პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში, სადაც არის ამხელა სიგარები, სადაც ბავშვები შიმშილობენ. ოპოზიციურ ალტერნატივაში ქართული ოცნება? არა, ამ შემთხვევაში ოპოზიციური ალტერნატივა მე სხვა რაღაცას გეუბნებით საერთოდ, მაგრამ თუ გინდათ ამაზეც იპასუხებთ. არა. ხო, სხვა კითხვა მაინც. ხო, სისუსტის გამოვლინება. თვითონ ოცნების სისუსტე რატომ არის? იმიტომ საქმეს ვერ აკეთებს ეს ხალხი. მუდმივად ერთ ეგრეს ლაპარაკობს, რომ ვიღაცები უნდა დაასრულონ. და ამ 14 წელი საუბრობენ, რომ უნდა დავასრულოთ ნაციონალურ მოძრაობაო. არ არის სისუსტის გამოვლინება, არ უძახა 14 წლის მანძილზე ხელისუფლებაში რო ხარ დე-ფაქტო თუ ლეგიტიმურად ხელახებით რომ დაესრულებინა რაც შეიძლება, ასე ვთქვათ, მოკლე ვადებში თქვენ ხომ ამბობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჯიბეში უდევს ქართულ ოცნებას, მერე იტყოდით, რომ ეს არის ავტორიტარიზმი, ეს არის დიქტატურა. ასე ვთქვათ, მაინც ვერ დაგვასრულებდა მაგაშია საქმე, იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენ ვართ წინააღმდეგობაში, ჩვენ ყავს იდეალისტთა გუნდი, რომლებიც ვერ გატეხეს 10,000-ობით ადამიანი ატარეს დაკითხვებზე, დაიჭირეს, დააყადაღეს, მათ შორის 1500 ჯერ დაახლოებით განხორციელდა თავდასხმა სხვადასხვა რეგიონებში, სხვადასხვა ქალაქებში და სოფლებში ჩვენს პარტიულ ოფისებზე და ვერ გატეხეს ეს ხალხი. მაინც ნაციონალურ მესმის, მაგრამ ნუ ფორმალურად მაინც აკრძალავდა ნაციონალურ მოძრაობას, როგორ პოლიტიკურ პარტიას და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ პრობლემას ეს შეგიქმნიდა. არა, რა თქმა უნდა, ტექნიკური პრობლემები გამრავლდებოდა, ამას არ ვარყოფს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ხრივ იქნებოდა, რომ ნუ ეხა ისეთ ყველა მიცეს, რომ ავტორიტარული რეჟიმი ამ ქვეყანაში და ყველა მიცის ისეთ რა ტიპის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, ხო, უცხოეთში ვიძახი და ჩვენ პარტნიორ ქვეყნებში არ არესაულებად თუ რა ტიპის რეჟიმია ივანიშვილის რეჟიმი, მაგრამ ეს იქნებოდა ფაქტობრივად ბეჭდის დასმა იმაზე, რომ დემოკრატია ამ ქვეყანაში საბოლოოდ ლიკვიდირდა. ანუ ის რაც 90-იან წლებში დაანონსდა, რომ ჩვენ დემოკრატიული რესპუბლიკა ვიქნებოდეთ, საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს. ეხა რაღაც ელემენტარული ნიშნები არის შემორჩენილი, ხო? როცა ვსაუბრობ ჩვენ იმაზე, რომ რაღაც თავისუფალი მედია არსებობს, ხა თქვენი ეთერი არსებობს, სადაც ვერავინ ვერ იტყვის, ხა ოცნების მიერ მართულია, თქვენი ეთერი ოპოზიციური არხების არსებობს. ანუ იმის თქმა უნდა, რომ რაღაც ჯუტა იმას იტყვის, რომ ოცნების მიერ მართულია და ვერც იმას იტყვის, რომ ოპოზიციური, ასე ვთქვათ, ფლანგის მიერ არის მართული. არა, ეს მე დავამატე უბრალოდ. სისუსტე რაშია თქვა ამას გეკითხებით, ირაკი. აი, სისუსტე რაში არის? მე გითხარით ეს ჩემთვის არის სისუსტის გამოვლინება. შევა აბეთახმებოდი. რატო ვერ ბედავს? რატო მიჩენს სისუსტებს? რატო ვერ აუქმებს? ორი ნაწილის გაჩერდი. ოთხივეს ერთად უცალკე. სისუსტის გამოვლენა ის კი არ არის გააუქმა თუ არა ბოლომდე. აი ეს თემა რო არის დღის ეს რიში ეს არის სისუსტის გამოვლინება. როგორ შეიძლება 14 წელი არის გასული იმის შემდგომ რაც ისინი დე-ფაქტო თუ ლეგიტიმურად თუ არალეგიტიმურად ამას თავიდანვე იმყოფებიან ძალაუფლება რეალურად ხელთ უყრიათ და ამ დროის მანძილზე მუდმივად მტრის ხატს ზერწავენ და ებრძვიან და რეალური პრობლემები რაც არის ამ ქვეყნის ოკუპაცია, სიღარიბე, კორუფცია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია ამ პროცესში ყველგან აქვს აბსოლუტური შეიძლება ითქვას რომ დაღმასვლაც არ აქვს კატასტროფული მდგომარეობა აქვს ყველა მიმართულებით განსაკუთრებით ბოლო წლების მანძილზე. არა, პოლიტიკური მტერი არის თითოეული ეს პოლიტიკური ძალა მათთვის, ხო? აუ ზეგ ესიც როგორ რაღაცა ნაციონალურ მოძრაობას აღარ ვლაპარაკია რა ედუარდ ჩევარდნაძის დროს ეს რო ხდებოდა. აი მუდმივად ამ თემაზე რო
ლაპარაკობენ, მე მაგალითად შევწყვებოდა მათი ამორჩევლის წინაშე, რომ 14 წლის თავზე საუბრობენ, რომ ჩვენი ბრალი კი არ არის, აი მათი ბრალია. ამდენი წელი რომ ხელისუფლებაში ხარ, დე ფაქტო თუ ფაქტობრივად სანამ იყო მოძრაობა მუდმივად აკეთებდა ხოლმე შედარებას ხელისუფლებაში, მუდმივად აკეთებდა შედარებას. ეხლა პოზიციიდან ხوارი ლაპარაკებს იმაზე. არა, ჩვენ პროგრესებს საუბრობთ. პროგრესებს საუბრობთ, ეს ეხა პოლიტიკური კაპიტალი იყო ჩვენ და რა თქმა უნდა საუბრობთ. ქართული ოცნება პროგრესი ეძახის. პროგრესი ვერ ეძახის, რომ ჩვენი ბრალი არა, მასების ბრალიაო. ეხა რაღაც რო ხდება, აი სიგარი, არ ვიცით ეხა მათი პროპაგანდა, მე ხო თვითონაც ეხა ვიცით რომ ისე მისვობ შეკითხვას, მაგრამ რაღაც ფასები რო აიწევა ხოლმე კვერცხებზე რეალურად წერენ ხოლმე ოცნების წარმომადგენლები რომ მართლა ნაცების ბრალია კვერცხებზე რომ ფასი აიწევა ხარ, აუ მეტი რა კლასიკური მაგალითი ნარჩებობდეს. ფას რა ვიცი, რამდენი 14 წლიანი ეფექტი კონდეს ნამდვილად არ შეიძლება გამოიწვია. დღეს და მინდა გამოეხმაურო რა აუცილებლად აი რომ სამ წამოვიდო თქვენთან მანამდე ვნახე რამდენი წუთით ადრე ეს ნიუსი და არ შემიძლია ამას არ გამოეხმაურო როგორც მით უმეტეს მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლის წევრი ბავშვობიდან. ანუ თავს უფლებას აძლევენ ივანიშვილის რეჟიმის წევრები, მართლა თავის გონიათ ეს ქვეყანა, თავს უფლებას აძლევენ და წმინდა სინოდს ჭკუას არიგებენ თუ რა და როგორ ხნან. აი ბატონი მაჭარაშვილის კომენტარი ვნახე, სანამ წამოვიდოდი, თურმე ბატონი მაჭარაშვილმა უნდა ურჩიოს სინოდის წევრებს პატრიარქის მემკვიდრეობას როგორ შეხედონ. ილია პირველი მე-4 საუკუნის 90-იან წლებში გახდა პატრიარქი და ილია მეორე იყო ეხა 2026 თელი ეპოქა შეხვდა ხო ამ ადამიანმა და ამ ხელა საუკუნოვანი ისტორიის და გამოცდილების ინსტიტუციაზეა საუბარი და რა ვიცი თემურ ლენგისთვის გაუძლიათ, შაჰ-აბასისთვის გაუძლიათ და რუსეთის იმპერიისთვის გაუძლიათ და როგორმე ოცნებასაც გაუძლებენ და გადაიტანენ. ნამდვილად არ ჭირდებათ არავის რჩევა მე ვერ მივცემ თავს უფლებას, რომელიმე კანდიდატს დაუჭირო მხარი, ან რომელიმე კანდიდატზე აუგი ვთქვა, ან კარგი ვთქვა. ეს არის წმინდა სინოდის კომპეტენცია. და იგივეს მოუწოდებდი, თუნდაც არალეგიტიმური რაც არ უნდა ერქვათ, დე ფაქტო თქო მართავენ ქვეყანას. აი დე ფაქტო ამ მართველებს მოუწოდებდი ამ ქვეყნის, რომ რაღაც წითელი ხაზები ამ მიმართულებითაც არსებობს და ეკლესიის სინოდის წევრები რას დაუკვირდებიან, რას არ დაუკვირდებიან, მაჭარაშვილის და მათი ბანდის წევრების გადაწყვეტილები არ უნდა იყოს. მაჭარაშვილის ეს განცხადება მოყვა ალბათ წმინდა სინოდის წევრების ცალკეულ განცხადებებს ქადაგებისას გაკეთებულ სწორედ აი ამ მოსაოდნელ არჩევნებთან დაკავშირებით. მაჭარაშვილი ახსენებს და ხო ბუნებრივი განცხადება იყო. მე პირდაპირ ვიტყვი რომ ამ ადამიანს რას საუბრობ, მოციქულთა კანონი მოიშველიეს და რეალურად საეკლესიო როგორც არის, ხო რომ არ უნდა ჩაერიოს საერო ხელისუფალი სასულიერო პირის სასულიერო ასე ვთქვათ ხელმძღვანელის ამ შემთხვევაში კათოლიკოს პატრიარქის არჩევნებში ძალიან მარტივი ჭეშმარიტება რომელიც ყველა მიცის ხო ახლა სასულიერო სფეროში ახალი არტყულა არაფერი მესმის მაგრამ ყველა წინაპირობაა იმისა ვივარაუდოთ რომ საკმაოდ რთული საარჩევნო პროცესი იქნება. იგივე მაჭარაშვილი ახსენეთ თქვენ და სხვა შორის მაჭარაშვილმა თქვა დღეს რომ რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ნაცმოძრაობის და მისი სატელიტი პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებაო სანამ არ აიკრძალებიან არც პოლიტიკური სპექტრის საშუალება და ყოველთვის იქნება პოლიტიკური ჯანჯღარიო. ხომ არ ელოდებით რომ ეს მეორე ასე ვთქვათ ვადა საკონსტიტუციო სარჩელის ახალი საკონსტიტუციო სარჩელის შემთხვევაში არ გაგრძელდეს იმდენ ხანს, რამდენ ხანით დაჭირდათ აი ამ პირველი სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. ვერ გეტყვით ამ ესეთ კომენტარებს მე ყოველთვის ვერ იდები ხოლმე, იმიტომ რომ არ მინდა რომ რაღაცა ინსაიდერული ინფორმაციების მცოდნე ნამდვილად არ მიმაჩნია თავი და არც ეს მიმაჩნიეთ ჩემი საქმე რომ რაღაცები ვივარაუდო ხოლმე. ჩვენი გასაკეთებელი უნდა ვაკეთოთ, ბევრი ხალხი უნდა დავარწმუნოთ, უნდა შევხვდეთ ადამიანებს, ანუ რეალურად ყოველდღურად ბრძოლაში უნდა ვიყოთ ჩართულები და ხა ივანიშვილი რაღაც უწოდებას მიიღებს. ამას ვერ ვიციდან სამეთყოლე ფიზიკურად არ შემიძლია გითხრათ. იქ მას ახლა შეიძლება საერთაშორისო წნეხი აქვს, იქ შეიძლება ცდილობს რომ ანუ არ მინდა ამ ისეთ დისკუსიაში შევიდე, სადაც ინფორმაციას არ გარკვეულ ასე ვთქვათ პრობლემას ალიანსის გეგმები აი უნდა ვიაროთ. არა ალიანსი რატომ არის პრობლემა გეტყვით მარტივად ამ რეჟიმისთვის, იმიტომ რომ რეჟიმმა კარგად იცის რომ რეალურად ოპოზიციურად განწყობილი ვინც არის საქართველოში, უმეტესობა მათგანი არის ამ ალიანსის წევრი პარტიების მხარდაჭერი, ну, ვინ როგორ ხა ამ დისკუსიაში აღარ შევალ, ვინც უფრო მეტი აქვს და ნაკლები ხა ეს საზოგადოებაც ის, მაგრამ ну, აღარ არც არის საინტერესო, მე იმის თქვა მინდა რომ წინააღმდეგობას უჭერს ხარ, მარტივად რომ ხა პარტიულ მხარდაჭერას რო თავი დავანებოთ, წინააღმდეგობის მხარდაჭერია ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების უდიდესი ნაწილი. ეხლა მე რო დავდივარ ქალაქგარეთაც თუნდაც, იცი რა აერთიანებს ხალხს შეიძლება პარტიების მიმართ იყოს რაღაც დონეზე, მათ შორის ხანახა სამართლიანი შენიშვნებიც ჰქონდეთ, თუ არ ვიცი, შეიძლება დიდად პარტიული აფილაცია არ ჰქონდეთ, მაგრამ წინააღმდეგობას უჭერენ ხარს. მიხვდეთ რას ვამბობ, თუ ოპოზიციურად არის ადამიანი გაწყობილი, იქნება სოფელში თუ ქალაქში, არის წინააღმდეგობაში ჩართული და აქციებს თანაუგზნობს და არა ის რომ რაღაც ალტერნატიულ გზებს ხედავს.
და როცა ვსაუბრობ ჩვენ წინამდებობის ხარდაჭერას, მათ კარგად იციან, რომ რეალურად ოპოზიციური ამომრჩეველი არის წინამდებობაში ყოფნის მსურველი და ეს პოლიტიკური ძალები ამ ხრივ ასრულებენ დაკვეთას და მათ მიერ ეს არ მისცემა ლეგიტიმაციის არაღიარების საერთაშორისო კუთხითაც აძლიერებს ამ ზეწოლას და თვითონ ადგილ საერთაშორისო თავიდანვე თავისითაც მოხდება ჩვენ უბრალოდ ადგილზე არ ვეგუებით ამ რეჟიმს და ამ ავტორიტარულ რეჟიმს და მათ რას სურთ სინამდვილეში ხო ყველაზე კარგად ვიცით ხო რას სურთ ივანიშვილს და კობახიძეს და სხვებს რომ შევეგუოთ ყველაფერს აგენტების კანონს შევეგუოთ არჩევნების აი ესეთ გაყალბებული სტილით ჩატარება შევეგუოთ ყველაფერს შევეგუოთ ვიაროთ დებატებში მათ მიერ მოგონილ ამ დებატებში სადაც თვითონ 50 წუთი ლაპარაკობენ და სხვებს 4 წუთი აქვს ლაპარაკო პარლამენტში სადაც თვითონ რა გადაწყვეტასაც უნდა იმას იღებენ და შენ თქვენ არ დადიხართ მაგრამ ოპოზიციონერი ასე ვთქვათ პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტების გარკვეული ნაწილი ამ დებატებში დადის მე ჩვენზე ვსაუბრობ მართლა სხვას არ ვაკრიტიკებ მართლა ვუწევთ იმიტომ კი არ ვამბობ რომ აი რაღაც არ შემილია და არ მინდა და მართლა არ არის ჩემი საქმე ვისაც როგორც მე ხალხმა გასაჯოს ვისი ქმედებები უფრო მისაღებია მე უბრალოდ რას ვიძახი რომ რა უნდათ ჩვენგან აი პირადად ჩვენი პოლიტიკური ძალისგან რა ესიამოვნებოდათ წარსულშიც, აწყოშიც და მომავალშიც რომ მოხდარიყო და სხვა პოლიტიკური ძალებისგან. ეს ჩემი ხედვა არის და მე მგონი ხა ამას რაღაც დიდი სიბრძნე და არ ვიცი, არ ჭირდება სოლომბრძენობა იმის დადგენას, რომ ეხა ოცნება რომ თავის პროპაგანდისტულ არხებზე რაღაც დებატებს მართავს და იქ უნდა რომ ოპოზიცია მონაწილეობა მიიღოს, იმიტომ აკეთებს ამას, რომ რაღაცისთვის ჭირდება. რომ ამას ხო ხვდებით ყველა, ხო და რაში ჭირდება? რეალური პრობლემა აქვს ლეგიტიმაციის, რეალური პრობლემა აქვს აღიარების, ამიტომაც არიან ესეთი, არ ვიცი ხა ყოველ ერთ კვირაში ერთხელ რაღაც ახალ კანონს გვთავაზობენ, რომელმაც თითქოს და ლეგიტიმურობა უნდა მისცეს, ხო? და ძველი გამოთქვამი არსებობს ძალიან, რომ თუ ხელისუფლებას ჭირდება იმის თქიცება, რომ მეფეს იმის თქვა ჭირდება, რომ მე მეფე ვარო, ვაჟი აღარ არის ეს რეალურად. ხო, გავიდეთ Facebook-იდან და ტელესტუდიებიდან აქტიური მოქმედების ველზე. სხვა არანაირი გზა არ არსებობს. სააკაშვილის ერთ-ერთი ბოლო მოწოდება იყო. ისე ძალიან საინტერესოა მის ამ მოწოდებას ოპოზიციურ ალიანსში, არ ვიცი, უსმენენ, ითვალისწინებენ, განიხილავენ. აი ჩვენ ვიდრე თქვენ გაერთიანდებოდეთ ამ ოპოზიციურ ალიანსში გვისაუბრია ამაზე და გეკითხებოდით ხოლმე კონკრეტულად სააკაშვილის ფაქტორზე, იმიტომ რომ ზოგს ჰქონდა მიუღებლობა კონკრეტულად მის მიმართ, მისი პოლიტიკური შეხედულებების, მის მიერ ციხიდან გაკეთებული განცხადებების მიმართ. მაშინ თქვენ თქვით, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლებოდა და თანამშრომლობა იქნებოდა რაღაცა თანაბარ უფლებიან პარიტეტულ პრინციპებზე დაფუძნებული. ეხლა რა ხდება ხოლმე ამასთან დაკავშირებით? აი, რა შეიძლება განსხვავებული აზრები არსებობდეს ხოლმე კონკრეტულ განცხადებებზე. ჩვენ ახლა იმის ილუზია არ შეგვიქმნია და არც იმას ვამბობთ ახლა, რომ როცა მოხდა ამ რაღაც შეთანხმებაზე ხელის მოწერა, ამის შემდგომ ყველანი ერთ ჭკუაზე მოვედით და ერთ აზრზე დაფუძნდა ყველაფერი, ხო? ეს ასე არ გახლავთ. თუმცა ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. ჯერ ერთი მიხეილ სააკაშვილი გახლავთ ჩვენი პოლიტიკური ძალის ლიდერი და შესაბამისად რა თქმა უნდა მისი განცხადებები ჩვენთვის პირადად არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ჩვენი ლიდერი და ეს ყველამ კარგად იცის და რამხელა წონა და მნიშვნელობა აქვს მას თითოეული ჩვენგანისთვის და მეორე ხა ამ ალიანსში ვართ ჩვენს ნაციონალურ მოძრაობა, იმას ამბობ რომ ხებზე მეტინი უნდა ვიყოთ ან თანასწორები უნდა ვიყოთ და როცა ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის ამ ცხრიდან ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის ლიდერი განცხადებას აკეთებს, უმნიშვნელო ვერ იქნება ეს ფიზიკურად, ხო? ხა ვიღაცა შეიძლება რაღაცა მოეწონოს, რაღაცა არ მოეწონოს, ეს მეორე ხარისხოვანი გახავთ იმ მიმართულებით, რომ თავარი გახავთ ის, რომ ადამიანს არ ეძლევა რეალური პოლიტიკური საქმიანობის უფლება. აი, მიხეილ სააკაშვილის დაკავშირებით ეს არის თავარი. რომ თავარი პოლიტიკური ოპონენტი ივანიშვილის ჩვენი ახმით ნაციონალურ მოძრაობის საქმე და ამაზე მე ვიღაცებს რომ თავას ატო იძახით, რომ ნაციონალურ მოძრაობა ვარ და ჩვენი ლიდერია და ეხლა როგორც ფედერალისტებში ან არ ვიცი, ახლებში ან სხვა პარტიებში თავიანთი ლიდერი გონია თუ თავარ და ამის პრეტენზია. თავას რატომ ეძახით? არა, ხანდახან მომისმენია სოციალურ ქსელში ეს კომენტარები, რომ თავას სოციალურ და არა იქ ოპოზიციური ალიანსის შეხვედრაზე. არა, ხო, იმიტომ არ მომისმენია, რომ ალბათ ხვდებიან, რომ ჩვენი ლიდერი ხან არის, ჩვენთვის ეს არის თავარი და არა სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერი. ხა ეს ძალიან ლოგიკური არის, ხა სხვა რო თქვას. სიტუაციაზე ვამბობ, ხა თავისუფლების მოედანზე არც და მაგიტომაც ვიძახით, თავისუფლების მოედანზე ხო აი ლევან ცუცქირიძე არის ჩვენთვის თავარი პოლიტიკური, რა ხო ეს ხო ძალიან უნებრივია და მით უმეტეს, როცა მესამე პრეზიდენტია, როცა ადამიანს აქვს საერთაშორისო წონა და ფიგურა, ხო? კარგი, ან მიხეილ სააკაშვილი არის თქვენთვის მთავარი პოლიტიკური ფიგურა. არა, ჯერ
ერთ-ერთი როგორ აპირებთ გაითვალისწინოთ მისიას მოწოდება? აკვე დავამატებ, რომ ხა საერთაშორისო კუთხით კი არა, ბოლო ათწლეულების მანძილზე რომ თავარი პოლიტიკური ფიგურაა საქართველოში, ეგ ისედაც პოლიტიკური ფაქტი არის, მაგას პარტიული ნიშა არ ჭირდება, რომ ჩვენც რომ თავარი პოლიტიკური ფიგურაა, ამ კონკრეტულ საკითხში, აი თქვენ როგორ აპირებთ გაითვალისწინოთ? ანუ აი ვაშაძემ თქვა, რომ მივალთ ყველგან მივალთ 10 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით, ხო, თუ არ ვცდები? კი, იეგმება ალიანსის პარგლებს კი. ხო, თქვენ მოქმედებთ საერთო შეთანხმებული გეგმის და სტრატეგიის მიხედვით თუ აი მაგალითად თქვენც იგივეს გაკეთებას აპირებთ, მაგრამ გარკვეულწილად გაქვთ, არ ვიცი, რჩევა, მოდი ასე ვთქვათ, ინსტრუქციას ნუ ვიტყვით მიხეილ სააკაშვილისგან, იმიტომ რომ ამბობს, რომ მას თვითონ აქვს გამოცდილება ხალხთან სიარულის, ხალხთან უშუალო კომუნიკაციის, რამაც მოუტანა უზარმაზარი პოლიტიკური შედეგი. ჩვენ როცა ვსაუბრობთ ახლა მართლა დავიღალეთ ალბათ ყველა იმაზე რომ აი უნგრეთი და საქართველო ვერ შედარებულმა გააკეთო, მაგრამ ყველა დიდი სახალხო კამპანია, მათ შორის უნგრეთის მაგალითიც რაც შეიძლება გაითვალისწინოს და ქართული მაგალითი, მაგრამ შორს აღარ უნდა წახვიდე, მაგიტომ ვიძახე და საქართველოში ყავს იგივე მაგალითი. შეუძლებელია მიაღწიოთ დიდ ცვლილებებს იმის გარეშე, რომ დიდი ეროვნული კამპანია რა წარმოო. ეს არის შეუძლებელი. არ მომხდარა ასეთი რამ არც საქართველოს ისტორიაში, არც სხვა ქვეყნების ისტორიაში. როცა ვსაუბრობთ ჩვენ აი ამ მოწოდებაზე, ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ ნაცნობრობა და სხვებაც უნდა გაითვალისწინოთ. უფრო მეტი კონტაქტი უნდა გქონდეს ხალხთან, უფრო მეტად უნდა ვიაროთ. ჩვენ ბოლო ერთი თვის მანძილზე დაწყებული გვაქვს, ეხაც არ ვიყავით თბილისში რამდენი. მოკლედ დიდი ხანია და გასულები ვართ უკვე, მეტნაკლებად ვცდილობთ რომ ბევრი რეგიონი დავფაროთ და ეს შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი და გაგრძელდება აუცილებლად და იმიტომ რომ ხალხის პულსზე უნდა გეჭიროს. თქვენ დაწყებული გაქვთ, შეიძლება ასე ითქვას. კარდა კარს მე ესე არ დავარქვევდი, მაგრამ ხო სიარული რეგიონებში კი იქ მოედნებზეც დავდივართ, ხო კარდა კარ მანამდე არ დავდივართ, იქ შეიძლება ბაზრობაზეც შეიარო და სხვა ქალაქში, სხვა ადგილზე, სოფელში კიდევ სხვანაირი სპეციფიკა აქვს აქ სიარულს, იქ უფრო კარდა კარი გამოდის, იმიტომ რომ ნუ ძირითადად ეს მართლა სახლის წევს სიარული ქალაქში, თავშეყრის ადგილებში ჭირდება. 26 მაისი როგორც დიდი შეკრების თარიღი. რაც ეხება ალიანსის მიერ დაანონსებულ ამ კარდაკარს, ეს აუცილებლად შეიძლება და ძალიან კარგია. მე ვამბობ, რომ პარტიულადაც ჩვენ ვაგრძელებთ ამის გაკეთებას, ცალკე და სხვა პარტიებიც ალბათ აკეთებენ ამას. ეხლა სხვა პარტიებთან ერთად ეხლა სხვა პარტიებთან ერთადაც ვაპირებთ. კი, სხვა პარტიებთან ერთადაც ვაპირებთ, ეს ამიტომ მივდიოდი აქამდე. ეხლა რასაც ვაპირებთ, ამას ისეც ვაკეთებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, სხვანაირი ძალა იქნება, სხვანაირი მასშტაბი იქნება, როდესაც ყველა პოლიტიკური ძალა ერთად იქნება ჩართული ამ პროცესში და უფრო მეტ ტერიტორიასაც მოიცავ და უფრო მეტ ადამიანსაც მოიცავ, ხო, თავისთავად და კარგი ნიშანიც იქნება იმის, რომ ყველანი ერთად ვარ წინააღმდეგობაში და ყველას ხსოვს, რომ უფრო მეტ ადამიანს ჩავთვალ. თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესოა, როგორ მოხდება მართლა ყველასთან მიხვართ და კარზე დაუკაკუნებთ, როგორც ხდება ხოლმე დაანონსდება მაგალითად შეხვედრა პოლიტიკურ ოპოზიციურ ალიანსთან, სადღაც მაგალითად სკვერში ამა და ამ საათზე. არა, ეს შეიძლება მოხდეს ესეთი რამეც, მე იმას ამბობ, რომ ეს არ მოხდება მაგალითად. ესეთი რაღაცებს უნდა იყოს, მაგრამ სხვა მუღამიც აქვს პოლიტიკოსისთვის, მაგათ ჩემ არც თუ ისე დიდარი, მაგრამ ნუ არც რაღაც რამდენიმე წლის გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ საერთოდ სხვა მუღამი აქვს, როდესაც ესე ალალბედზე მიდიხარ და იქ ხვდები ადამიანებს და სხვა შორის დიდად კამერებიც არ გჭირდება ჩემ ეზრით, უფრო ბუნებრივი გამოდის ხოლმე, როცა ადამიანებს ელაპარაკებენ მათ პრობლემებზე და ისიც როგორი მნიშვნელობა აქვს ამას, აი ვერ გეტყვით, აი რთული მაგალითის მოყვანა, აი სანამ მოკლედ ადამიანს აი საწვავი როგორ ჭირდება, მანქანას ისე ჭირდება პოლიტიკოს ხალხთან საუბარი, იმიტომ რომ ისეთ სიბზნეს მოისმენ, ისეთ სწორ მიმართულებას მოქცევენ, იმხელა ძალას მოქცევენ და мотиваციას მოქცევენ, რომელსაც ვერსად ვერც წიგნებში სხვადასხვა შორის, მაგრამ ვერსად შეიძლება ვერ ნახო, რაც ამ უნდა მნიშვნელოვანი იყოს, რა თქმა უნდა, წიგნების და ყველაფერი, ხო, მაგრამ აი ყველაზე დიდ ძალას, აი ხალხის ძალას პოულობ, როცა ხალხთან გადიხარ და მათთან გაქვს კონტაქტი და ხალხი ბძენიაო გამოთქვა რომ არსებობს და მე შევიღაცებს ეჭვი შეეპარავთ, იმიტომ რომ რაღაც ფაქტების გამო, მაგრამ საბოლოო ჯამში ვწმუნდები ამ გამოთქმის ისტორიაში, როცა ხალხთან გაქვს კომუნიკაცია, მათ ვერ მოატყვევ, ზუსტად ხვდებიან, ვინ არის გულწრფელად მისული, ვინ არის ფარისეულურად მისული, ვის მართლა ესმით, ვის მართლა სურს რომ მათი პრობლემა გადაჭრას, შეიძლება რაღაცაში არ დაგეთანხმოს, მაგრამ თუ შენში ეს გული და ენთუზიაზმი დაგინახა, მაინც წამოყვება საუბარში და ძალიან მზადხართ რომ მოსახლეობის ამ უმრჩევლის, ვისაც შეხვდებით, ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხოთ და აი ახლავე შემიძლია ნაძლევი დაგედოთ აი ამ ეთერში, რომ ყოველი მეორე თუ არა, არ ვიცი, ყოველი მეათე შეკითხვა მაინც იქნება ის, რომ მოვიდე 26 მაისს დიდ ეროვნულ შეკრებაზე. 26 მაისის შემდეგ რა იქნება? ხო, არა, რა თქმა უნდა, ეს შეკითხვა აუცილებლად იქნება, ზუსტად ახლა მე
შეიძლება თქვენ სწორი სოციოლოგიური ალღო გაქვთ, მაგრამ მე არ ვიცი, ხო ვერ დავიქადნებ, რომ ხდები რამდენი ადამიანი დამეწმოს მომდამეც, მაგრამ ფიქრობ, რომ ეს კითხვა ძალიან ლოგიკურია, იმიტომ რომ 26 მაისთან დაკავშირებით ადამიანი. პასუხი რა გექნებათ ეს მითხარი? არა, პასუხი მარტივი არ არის, ეხლა იმის ილუზია არავის არ შეუქმნია, რომ რაღაც 26 მაისი არის ბოლო თარიღი ამ ბრძოლაში, ხო? არავის არ უთქვამს ესეთი რამ, ამიტომ ჩვენ ახალის რაღაც გამოგონება და თავდაცვა საერთოდ არ გვჭირდება. დიდი საპროტესტო აქციები არის საჭირო ამ ქვეყანაში. საპროტესტო მოძრაობის, დიდი საპროტესტო აქციების გარეშე მსგავსი ტიპის რეჟიმის გადატეხვა ვერ მოხდება და სანამ ეს რეჟიმი არსებობს, მანამდე ყველაზე დიდი საფრთხე ექნება, სწორედ რომ ამ დიდი საპროტესტო გამოსვლების და თვითონ საპროტესტო გამოსვლას დიდი საპროტესტო თარიღი, საპროტესტო თარიღების სერიიდან, ასე ვთქვათ. ხო, ან მოძრაობას, პოლიტიკური დინამიკის შექმნას, მათ შორის დიდი აქციების გამართვას ალტერნატივა არ აქვს. ეხლა ზუგდიდში მართავენ სხვათა შორის სამოქალაქო ორგანიზაციები აქციას იქაც ვაპირებ წასვლას, მანამდე ქუთაისში იყო, სანამ არსებობს ეს რეჟიმი, სანამ ამ რეჟიმს გვიძვით, მანამდე თითოეულ საპროტესტო მოძრაობაში რაღაც მნიშვნელოვან თარიღს, მნიშვნელოვან გამოსვლას აქვს ძალიან დიდი დატვირთვა. ოღონდ რეალურად სწორედ ამ დიდი გამოსვლებით და ამ შეკრებებით, ამ მანიფესტაციებით ხდება ის პოლიტიკური დინამიკის შექმნა, რის გარეშეც ეს რეჟიმი ვერ დამარცხდება. ამიტომაც ადამიანს мотивация იმაში არ ჭირდება აქციაზე რომ გამოიწვიოს, აქციაზე გამოსულა გამოვა და მომავალში გამოვა რამდენჯერაც დაჭირდება. ამაში თარგმნობა უბრალოდ ადამიანი უნდა შეიგრძნოს, რომ ეს დინამიკა არსებობს, რომ ეს ხალხი მართლა მომართულია, რომ ეს მართლა ერთი აქცია კი არ იქნება, გაგრძელებაც ექნება, რომ ჩვენ მათ შორის საგარეო ფრონტზეც ვიმუშავებთ, საშინაო ფრონტზეც ვიმუშავებთ და რეალურად ხალხის პრობლემები გვაინტერესებთ და მართლა შევეცდებით, რომ თითოეული ადამიანის პრობლემა გულთან მივიტანოთ და ხალხთან მივიტანოთ და ამ თემაზე ვისაუბროთ და სწორი გზა გამოუძებნოთ. მათ უნდა დაინახოს სწორი დინამიკა, თორე ქართველი ადამიანი, მაგიტომ ხალხი ბრძენიაო, ადამიანთან რომ მიხვიდე და რო უთხრა რომ მაგალითად 26 მაისს თავდება, მას ეს კი არ სურს. მას სურს რომ გაიგოს და მიხვდეს რომ შენ ნამდვილად შედიხარ ამ ბრძოლაში, ოღონდ შესული ხარ, რა თქმა უნდა და ყველამის რომ შესულები ვართ, მაგრამ ამ ბრძოლაში როცა შედიხარ, ამ თარიღს ესე ჰაი ჰარალზე არის ძახი და რეალურად მართლა გაქვს ბრძოლის ჟინიც და ბრძოლის გეგმაც. კი ბატონო, და ირაკლი ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, რა თქმა უნდა ჩვენ ვუერთდებით ბიბლუსის კამპანიას, მოდი ასე ვიტყოდი. თქვენ შეგეძლოთ გამოწვევა დაარქვათ, აპრილი, მთელი აპრილი არის წიგნის ჩუქების თვე, 23 აპრილი იქნება ამის კულმინაცია. მართლა ძალიან საინტერესო ყოველწლიური ინიციატივა, იმიტომ რომ შეიძლება იყოს წიგნზე უფრო საინტერესო თავგადასავალი. ეს წიგნი თქვენ ჩვენგან სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში და მიიღეთ ხო? პატრიარქის შემოდგომა თან ესეთია ხო? ხო, კი ბატონო, ეს არის ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, სერია წიგნების. შედევრია ერთ-ერთი რა თქმა უნდა. არა, სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ მე არ ვიცოდი ამ კამპანიის შესახებ, მაგრამ 2 დღის წინ დაბადების დღეზე ჩემ მეგობარს ხოშოს იმერეთში ბიბლუსში ვიყიდე ჩემს საკთან ახლოს არის 2 წიგნი და ის ვაჩუქე ეს 2 წიგნი, ამიტომაც მეც მიმიღია მონაწილეობა ისე რომ არ მწონია ამის შესახებ. მეც გადამდები ეფექტი აქვს ამ ყველაფერს ძალიან დიდი. ყველას მოვუწოდებ კი, იმიტომ რომ წიგნი ძალიან მნიშვნელოვანია და საჭირო არის და ქართველები კულტურული ხალხი ვართ და უფრო კულტურულ ხელისუფლებასაც ვიმსახურებ. ნამდვილად. ირაკლი პავლენიშვილი პარტია ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, რეკლამის შემდეგ დიმიტრი ცკიტიშვილი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შემოგვერთდა. გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში, მოკლედ ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო სარჩელისთვის ახალი ვადის ათვლა დაიწყო. ძველი სარჩელი გამოითხოვეს იმ არგუმენტით, რომ ამ ახალ სარჩელში კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია უნდა დაემატებინათ, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობასაც მოსთხოვენ საკონსტიტუციო სასამართლოს. მათი განმარტებით, მას შემდეგ რაც ოპოზიციური ალიანსი მარტში ჩამოყალიბდა და მათ საერთო დეკლარაცია მიიღეს, სადაც საკუთარი ხელმოწერით დაადასტურეს ის, რომ არ აღიარებენ ამ ხელისუფლების კონსტიტუციურობას, ეს მათთვის საკმარისი საბაბია იმისა, რომ ასაკრძალთა სიაში მოხდეს ახლა უკვე ნაციონალურ მოძრაობასთან, კოალიცია ახლებთან და ლელოსთან ერთად პარტია ფედერალისტებიც. დიმიტრი ცკიტიშვილი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს, რას ცდილობს ქართული ოცნება, ცდილობს მართლაც როგორღაც გაახანგრძლივოს პარტიების აკრძალვის ვადა ხელოვნურად და რეალურად ამ გადაწყვეტილების მიღებას ის არ აპირებს, თუ შესაძლებელია, არ ვიცი, დაშინების ტაქტიკით მოქმედებს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ
ამ ნუსხას, ასაკრძალი პარტიების ნუსხას შესაძლებელია სხვა პარტიებიც შეემატონ. იცით, ძალიან რთულია გამოვიცნოთ რა უნდა ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ლოგიკური წყობა არ იკითხება ხოლმე. ახლა პარტიის აგრძალვა გინდოდეს და ვერ გრძალავდე, 14 წელი ამას იძახდე და კიდე ახალ რაღაც არგუმენტებს იგონებდე, იფიქრებდე და უბრალოდ არასერიოზულია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და შეიძლება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი იყოს ის, რომ მართლა თავისი უნარობა პრობლემები, რომელიც არის ქვეყანაში, უნდათ რომ გადააბრალონ ისე ვიღაცა deep state-ის კონტროლირება კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელიც 14 წლის განმავლობაში ემუქრებიან, გაგაუქმებთო და ვერ გააუქმეს. ხო, აი აბსურდის თეატრია. რეალ დღეს გამოვიდა, ესე ხო, ბრასტავარია ივანიშვილის შვილი საუბრობს, რომ ახალი ტალღაა თითქოს დაწყებული პოლიტიკის ხაზი დაალაგეს, რომ თითქოს რაღაცა დამთავრდეს პოლარიზაცია და არა ნაცი, არა აკაცუკი, არა კოცი, რაღაცა შევცვალოთ რიტორიკა. მეორე მხრივ გამოდის ვთქვათ, წარმომადგენლები საგარეო გუნდის და იძახენ რომ ალაგებენ და იწყებენ გადატვირთვას ამერიკასთან, გამოდის მათი პროვაგანდისტი და იძახის რომ ყველაფერი ისე არის და არ აგრძელებს ამ თავის ტრულ რიტორიკას ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიმართ და ისევ deep state-ის კონტროლირებაც ეძახის და რაღაცა კონსპირაციებში შედის და უცებ გამოდიან და ხო და თან იძახის რომ პარტიების გაუქმებას აზრი არ აქვს, ხო? დილით ამას იძახენ, შუა დღეს შემოვა განცხადება. საღამოს თქვენს რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაუქმოთ ნაციონალურ მოძრაობა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, სანამ არ გავაუქმებთ, რეალურად პოლიტიკური პროცესი ვერ გაჯანსაღდება. ხო და დილით იძახიან რომ ոնց გავაუქმოთ, მაინც შეიქმნებაო. ხო დილით ხო ასე იძახეს შათირიშვილი და შათირიშვილი თავისით რო არ წერს თავის მონოლოგებს გასაგებია, ხო ეს რაღაც შეთანხმებული პოლიტიკური ხაზები აქვს და საბოლოო ჯამში არის ურთიერთწინააღმდეგობრივია და ამიტომ ამბობ რომ აქ ლოგიკის დაჭერა და გაგება რა უნდა, ძალიან ძნელია, მაგრამ ფაქტი არის რომ ქვეყანას ვერ მართავენ და ქვეყანაში არის ძალიან მძიმე უკვე ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, იმიტომ რომ ხედავთ ხო რაღაცა წამლების პრობლემა დადგას. კი მესმის რომ ძვირიანი წამლები პასუხს ვერცემენ. ვერცემენ იმას რომ ის შეიძლება იმის მინიმალური ვერსია მაინც იქნება უყიდონ რომ რაღაცაც ცოტათი შეიძლება ვერ უყიდონ ძალიან ძვირიანი წამლები, მაგრამ რაღაცა ნაბიჯები გადადგა. ფასების კომისია სასაცილოდ ჩაიგდეს და უბრალოდ არ გვეცინება, იმიტომ რომ კიდე უფრო წინ წავიდა ფასები და კიდე უფრო მძიმე ინფლაცია შევედით. ხო, მანამდე არ გვეცინებოდა იმდენად. არა, უბრალოდ ეს სასაცილო იქნებოდა, იმიტომ რომ ესეთი აბდაუბდა გადაწყვეტილებები ხო უშროებამ შექმნა კომისია, მე მთავრობამ შექმნა კომისია, მე მთავრობამ დაეზარა როგორც ჩანს და პარლამენტში ალბათ უსაქმურები არიან და გადაწყვეტეს რომ პარლამენტს მივცეთ, პარლამენტმა დაიწყო გამოკვლევა და მიხვდა ვერ გამოიკვლიეს და მოდი დიდი კომპანია შემოვიყვანოთ, იმან გააკეთოს, ეთქო მოიძიეს კომპანიები და არც ერთ სერიოზული თავმოყარე კომპანია მას ხელს არ მოკიდებს, იმიტომ რომ ეს არ კეთდება. მანდაც უკან დაიხე. ახლა გამოსავალი იმაში იპოვეს, რომ შესაძლებელია კონკურენციის სააგენტოს გაეზარდოს უფლება მოსილება და სწორედ კონკურენციის სააგენტომ გააჯანსაღოს კონკურენციის სააგენტო რომ შექმნეს, იმიტომაც შეიქმნა რომ თქვა მონოპოლიები, ოლიგოპოლიები არ იყოს, მაგრამ რანაირად იმუშავებს ეს მათ მიერ შექმნილი კონკურენციის სააგენტო, როცა თვითონ არიან ოლიგოპოლიების, კარტელური გარიგებების და მონოპოლიებსა თვითონ აკეთებენ. ეს ხო ჩვენ ხო ვიცით რომ ბიზნესი დაალაგებული ბიზნესებია, რომელიც ხან ვიღაცასთან არის შეკრული, ხან ვიღაცასთან. მე რას თავარია, ეს მარტო ერთი სტრუქტურით არ კეთდება ფასების რეგულირება. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ობიექტური გარე მიზეზებით იყოს. იმიტომ ჩვენი ეკონომიკა მოწყვლადია ყველა შემთხვევაში და ის რომ ამბობენ მაგარი ეკონომიკა არა გვაქვს, მაგარი ეკონომიკა მთლიანად დამოკიდებული ვართ გარე ფაქტორებსა. გარე ფაქტორები ეხლა კი რა თქმა უნდა დიდწილად გარე ფაქტორების არის ბოლო თქვა ერთი თვის განმავლობაში, ორი თვის განმავლობაში გაზრდილი ფასები, მაგრამ რა ნაბიჯების გადადგმის უნარი გაქვს შე როგორც სახელმწიფოს რომ იმისთვის რომ შეუსუბოქო განსაკუთრებით არა საშუალო ფენას იმდა დროებითი ღონისძიებები ხო ეგ ანუ კლასიკური აქ ხო არაფერი არ არის მოსაგონი აქ არის დაწერილი მათ შორის კი ბატონო ხო არის არსებობს ეხლა ქრესტომატიული არის რაღაცები რომელიც ესე დროს უნდა გადადგა რომ კრიზისების დროს ფასების რაღაცები გააკეთო რომ კიდევ უფრო არ გაგეს მაგრამ ამასენი არაფერს არ აკეთებენ და მართლა უნაროები არიან და უცებ გამოდიან და ისევ სარჩელი დაწერეს 6 თვის განმავლობაში ვერ დაწერეს და ეხლა კიდე დაწერეს და 6 თვე გაუ კიდე ახალ სარჩელს დაწერეს ანუ არასერიოზულია ეს ყველაფერი მაშინ როდესაც ქვეყანა გექცევა იქცევა ქვეყანა და ძალიან კრიტიკულ ვითარებაშია ყველაფერი და გაჭირებული ადამიანები როცა იძახიან რომ ეკონომიკურს დაგვაქვს და ამ დროს გაჭირებული ადამიანები რაოდენობა იზრდება პროპაგანდისტული პოლიტიკური საკვები მიაწოდონ რეალურად ყოველდღიურობის სიმძიმეს საშუალო სტატისტიკური მოქალაქე საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. ანუ ეს რამდენად არის იმ ყოფის მძიმე ყოფის საპირწონე გულისხმობ პოლიტიკურ გზავნილებს, არ ვიცი, პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით იქნება გარკვეულ შემრიგებლურ პოლიტიკასთან თქვენ თავად ახსენეთ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი და სხვა შორის მისმა განცხადებამ რაღაცა კონსტრუქციული დებატების დაწყების თაობაზე
ასთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ოპოზიციის ნაწილმა ბიძინა ივანიშვილთან გადაამისამართა, რომ წადი მამაშენს დაელაპარაკე ჯერ ამ საკითხებთან დაკავშირებითო და აგერ მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ახლა გამოიყვანა პოლიტიკურ ასპარეზზე მისი შვილი და დინასტიური დიქტატურის ჩაბეტონებას ცდილობს. აი რა არის რეალურად მამაშვილმა ვის უყვირს ქართულ პოლიტიკაში, ხომ? ანუ მამიდან შვილზე პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება. ბევრი ყავს ასეთი მამა შვილები. ხო, საქართველოში ცოტა რთული იყო, მეფეებიც კი ბოლომდე ყოველთვის ვერ ახერხებდნენ თავის შვილისთვის გადაებარებინ. ანუ ეს კიდე სხვა თემაა, მაგრამ ნუ არ ვიცი ხა მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ყოველთვის ცდილობს ივანიშვილი თავის შვილების გამოყენებას. ესეც არ ვიცი რა არის, რა მორალია, მაგრამ ყველა ეტაპზე მას ჰქონდა რაღაცა შვილების, რაღაცა ტრუკებად გამოყენების მექანიზმები. ამ შემთხვევაშიც ეს არის. მარტივი რაღაცა, მე არ ვიცი. ივანიშვილის ჩართულობა გვახსოვს წინასწარ კამპანიაში. მანამდეც ასე სუ იყო. გამონებოთ მაგას თავი და მართლა არ ვიცით რა განზრახვა აქვს. შეიძლება გულწრფელი განზრახვა ჰქონდეს. არა მაქვს საერთოდთვის, მაგრამ თუ ესეთი გულწრფელი განზრახვა, ერთია ქართული განზაზოგვა, ხო, ფიცი მწამს ბოლო მაკვირებს, ხო? გინდა კი ბატონო, დაჭიქი, ხო მოიგონეს დებატები. კი ბატონო მოიწვია დებატებზე და ხო მოდის გარკვეული ახალგაზრდები დაждდეს იმ დებატებზე და ელაპარაკოთ. მეორე დღე შეწყდეს მაშინ აკაცუკების ძახილი. ხო დღესაც გვეუბნებიან აკაცუკები ხარ დაბარაზგი ძახილო. ნაცები მას ახლა ეს ნაცი ეს რიტორიკა ხო მაგათ მომიტანეს. დანარჩენს ოპოზიცია ახლა გინდა ოპოზიციას დააბრალი გინდა არა. ოპოზიცია ხო თავისთავად არ არის ძირითადი დისკურსების წარმმართველი და არც არასდროს არ იყო. ხო ამათმა ეს აგრესიული რიტორიკა დაანერგეს და სისტემის დონეზე აიყვანეს და ამის შეჩერება თუ უნდა ანუ ადრესატი უნდა ტრიალო ხო უნდა ელაპარაკო იმას ვისგანაც მოდის ეს ყველაფერი. შეიძლება პირველ ჯერზე ერთ თვეში, ორ თვეში არ კონდეს, მაგრამ თან ურტყამდე, თან ციხეში ყავდეს ხალხი და თან დებატებზე ეპატიჟებოდნენ. მინდა დაუჯდა რაღაც ციხეში ჯდომ ახალგაზრდებს ელაპარაკოს იმ დებატებზე რის გამოზიან ისინი ციხეში. ეს ვერსიებიც მოვისმინეთ რომ შესაძლებელია მართლაც ყველაფერი დაბრალდეს ახლანდელ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილმა სცადოს რაღაცა უფრო გამიჯნოს საკუთარი პოლიტიკა იმ ხისტი დამოკიდებულებისგან, რომელიც აქვს მოქმედ ხელისუფლებას. ივანიშვილს როგორც ჩანს ეს ბუფერული ზონები, ასე ვთქვათ, პოლიტიკაში აქ დალაგებული, მის თვითონ თავის თავზე არ გადაწყდეს რაღაცა პოლიტიკური პროცესები და შეიძლება ეცადოს ვინმეს რაღაცა შეახოცოს. არ ვიცი, ეხლა თავისი, ასე ვთქვათ, უახლოესი თანამგუნდელები ყავს დაჭერილი და იძახის, რომ არ ვიცი რას იძახის, რომ სახელმწიფოს პარავდნენ თუ რაღაცა, ისიც ვერ გავიგეთ, რას პარავდნენ და რას არ პარავდნენ და ხან კორუფციაზე დაიჭირეს, მაგრამ კორუმპირებული არ არის. ნუ ცოტა გაუგებარია ეს ყველაფერი და ნუ არ ვიცი, შეიძლება ეცადოს, რომ ვიღაცას გადააბრალოს რაღაცეებმა. ნუ ჩვენ ხო ვიცით, რომ ეს ყველაფერი მაინც ერთიან სინთეზში ერთიანის კონსტრუქციის ნაწილია და კიდევ ერთხელ თუ რამე უნდათ, აგერ არის და ახლა იმას თუ ანალიტიკა შევიდეთ, რა შეიძლება იყოს, ნუ შეიძლება ხა სპეკულაციოთ, რა შეიძლება ამას გულისხმობ და რა შეიძლება გამოძახილება ამას მოყვეს. რეალურად არაფერს არ ნიშნავს ეს ყველა. არაფერს არ ნიშნავს, როდესაც კიდე პარტიას აუქმებ. პარტიას აუქმებ, რომელსაც მისივე დათვლით, ანუ ოცნების დათვლით 800,000-მა, ანუ ჯამში ხო, პარტიად ერთობლივად 800,000 ადამიანმა მიცა ხმა, ხო? ანუ 800,000 ადამიანის ხმას აუქმებ ქვეყანაში. ეს ხო არარეალისტურია, ხო? მიუხედავად კონსტრუქციას და სტრუქტურულად როგორ გააუქმებ პარტიას, ანუ გააუქმებ ის რეგისტრაციას თუ არა, ეს ხალხი ხო არ გქონდება. შენ ხო როცა ლაპარაკობ რომ საქართველოს ერთობაზე, ხო იცი რომ 800,000 ადამიანმა ჯამში ოპოზიციურ სპექტრს მიცა ხმა. აი ყველა გაყალბების მიუხედავად, გაყალბების ჩათვლითაც, ხო? ამიტომაც, ნუ ახლა სახევარი სახელმწიფოს ნახევარი საქართველოს გაუქმება. ეს ხო გაცხადებული მიზანი აქვს, რომ ოპოზიციური სპექტრიც უნდა გააჯანსაღო. როგორ უნდა გააჯანსაღო? ანუ 800,000 ადამიანმა მიცავი ერთ ხმა და შენ კიდე რომ უთხრა, არა, შენ ვისაც მიეცი ხმა, ეს არ ვარგა. და ეხლა მე გეტყვი, ის მიეცი ხმა და მე დაგინიშნავ დიდო ხუნდაძეს დაგინიშნავ ოპოზიციონერად. ანუ ეს როგორ გონიათ, რომ სადმეც გავუვა? ანუ სადმე გავუვიდა ვინმე? თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ ეს რეალურად ამ პარტიების, რა ვიცი, სამართლებრივი დასასრული მათ ხელს არ შეუშლის მათი საომავლო გეგმების განხორციელებაში. ამ გეგმებს პოლიტიკური პარტია საბოლოო ჯამში ის კი არ არის სტრუქტურა ქაღალდზე წესდებაში რა არის. პოლიტიკური პარტია არის ადამიანთა ერთობლიობა. თუ ამ ადამიანებს აქვს საერთო პოლიტიკური იდენტობა, კარგი, ცუდი, მომწონს მე არ მომწონს არ აქვს. თუ მათ საერთო იდენტობა ის პოლიტიკური ძალა რეგისტრირებული და არარეგისტრირებული, გაფორმებული და არაგაფორმებული ეს პოლიტიკური ძალა. ამ პოლიტიკურ ძალას და მაინც მოუწევს თანაცხოვრება. ეხლა როგორ კონფიგურაციას და სამართლებრივ რეფორმას დაალაგებს, მაინც უსამართლო სახელმწიფოში ვარ და კანონი გვექნება ეს სტატუსი შეჩერებული თუ კანონის გარეშე თუ ესე თუ ის არაფერს არ ცვლის. და რეალურად ავტოკრატიები ესე
გამზადებული, კარგად აწყობილი ევროპული ტიპის პარტიები კი არ ამარცხებენ. ამარცხებენ აი ხალხთან მოძრაობები და საბოლოო ჯამში ადრე თუ კი არა მისკენ მივლენ. თუ ყველაფერს აკეთებენ რომ თვითონ არ გააჯანსაღონ თავისი დასასრულს. რაც ორბანმა გააკეთა, ორბანმა დაინახა რომ რეალურად უძლეველი ძალა დაუპირისპირდა ხალხის სახით და ეგ მაშინვე ნაბიჯები გადადგა უკან და მე არ ვიცი და მიუხედავად იმის რომ ძალიან ბევრი რამე ბრალდებოდა, მე არ მგონია რომ ძალიან მკაცრად მოიქცეს ის სისტემა. იმიტომ რომ ძალიან კრიტიკულ მომენტში დაინახა. ბოლო არჩევნების შემდეგ აი 800,000 ხმას რომ ითვლიდით არაერთხელ ბევრმა პოლიტიკურმა წყალმა ჩაიარა და ახლა არ გავჩერდებით ის ხალხი გახდა ქართული ოცნების ხარდაჭერა ხო? ამას არ ვამბობ. მე ვფიქრობ, ჩემი პირადი აღქმა არ ვიცი რამდენად ზუსტია ვერც პოლიტიკურ ექსპერტად გამოვდგები და ვერც რაღაცა ამ თვალსაზრისით სოციოლოგად მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში სულ კიდევ უფრო მეტად გაიზარდა დაუწყვეტელი ამომრჩევლის წილი და პოლიტიკოსებმა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ იმისათვის, რომ დაარწმუნონ მათ მიმართ ნდობის აღდგენაში თუ ხელახლა იმ დობით განწყობაში. ხო, რამდენად სწორი არის ოპოზიციური ალიანსის მიერ არჩეული გეგმა, იმიტომ რომ სხვა ნაწილის გეგმა ცოტა უფრო შორეულ პერსპექტივაზეა გათვლილი, ნაწილში ბუნდოვანია. გულისხმობ იგივე თქვენს ყოფილ თანაპარტიელებს გახარიას პარტიას, ხომ? ანუ ისინი არიან პარლამენტში, ემზადებიან ყველა მომდევნო არჩევნებისთვის, მაგრამ თვითონაც ჯერ არ იციან, როდის გაიმართება, როდის ჩაინიშნება ეს არჩევნები. ვიცით, ამ შემთხვევაში მე არ ვიცი, რომელი გეგმა გაამართლებს, აი ბოლომდე არც ერთის გეგმა არ ვიცი, ერთი ვიცი, თქვა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მეორე არ მიიღო მონაწილეობა, ერთი ანონსებს რაღაცა კარდაკარს და რამოდენად მასშტაბური იქნება, არ ვიცი, თუმცა ცალსახაა მაგაში გეთანხმებით, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გარკვეულწილად ზოგჯერ ობიექტურად, ზოგჯერ სუბიექტურად დაკარგეს საზოგადოების გარკვეული ნაწილის ნდობა. ეს არ ნიშნავს, რომ ხმას ეხლა ოცნებას მიცემენ. ეს მაინც ოპოზიციური ელექტორატია საბოლოო ჯამში და როგორ გადაითარგმნება ეს არჩევნო პროცესში, ეს არ ვიცით ეხლა, ხო? დიდი ალბათობით ის ოპოზიციურ ხმებში რაღაცა პირობით, რაღაცა დათქმებით თითოეული ამორჩეველი მივა და მაინც ოპოზიციურ რომელიმე პარტიას მიცემს ხმას, მაგრამ რეალურად საბოლოო ჯამში რომელიც არ იმართება სწორად ვერ გეტყვით, ეხლა მე შეიძლება ჩემი აზრი მქონდეს, რომელია უმჯობესი, მე მაინც ვიტყოდი, რომ თავარი გამოწვევა და თქვენთანაც გვისაუბრია მე მგონი ამაზე, თავარი გამოწვევა დღეს ქართულ პოლიტიკაში არის, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილს აქვს დაკარგული იმედი, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი დაბრუნდნენ, ან მივიდნენ ოცნების, როგორც ოცნების ხარდამჭერები, არა, უბრალოდ ძალიან დიდი ნაწილი არის ფრუსტრირებული. ამას სჭირდება დაბრუნება და ძალიან კარგი მაგალითი გვაჩვენა უნგრეთის ახლად გამარჯვებულმა ლიდერმა მაგიარმა, რომელმაც 2 წლის განმავლობაში, წელიწად ნახევრის განმავლობაში პრაქტიკულად რამდენიმე 1000 შეხვედრა გამართა, იმიტომ რომ ადამიანებს უშუალოდ ესაუბრა. კარდაკარი ეს ესეთი სქემა არის, რომელიც დიდი ხანია მოგონილია, როგორც ძალიან უნივერსალური ფორმულა საზოგადოებასთან ურთიერთობის. შეიძლება ტელევიზიამ ჩაანაცვლა გარკვეულ ეტაპზე, შეავსო უფრო სწორად სოციალურმა მედიამ თავისი წელი შემოიტანა ამ პროცესში, მაგრამ უშუალო კომუნიკაცია ადამიანის სოციალური ქმნილებაა და ადამიანთან ჭირდება ურთიერთობა. და მხოლოდ მარტო ეს ტელეფონით იქნება პლანშეტი თუ ტელევიზორის ეკრანი და არ არის საკმარისი. ამიტომაც ეს აუცილებელია. ჩვენ რაღაცა მომენტებში ეს ვერ დავიჭირეთ. მაშინ როდესაც ძალიან მასშტაბური იყო პროტესტი ქვეყანაში, ესეთ პროტესტებს სწორად დაგეგმილი პოლიტიკური პროცესების პირობებში ვერ უძლებს ერთ-ერთი მთავრობა, უბრალოდ ვერ გარდაითარგმნა ეს პოლიტიკური პროტესტი პოლიტიკურ, ესე ვთქვათ, კაპიტალად, რომ წარგვემართა რაღაცა ნაკადი შეგვექმნა იმისთვის, რომ პოლიტიკური შედეგები დამდგარიყო და აი ეხლა ამის გამოსწორების ეტაპია. ახლა კიდევ ერთხელ. ხო, მაგრამ აი ეს შეკითხვა ისმის, რომ როდის შეიძლება დადგეს კონკრეტული პოლიტიკური შედეგი. ახლა როდესაც ვეკითხებით თვითონ ალიანსის წევრებს, რომ აი კულმინაცია ამ ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა იქნება უახლოესი კულმინაცია, ხო? 26 მაისი, როდესაც დიდი შეკრება, საპროტესტო შეკრება უნდა. ეს იქნება კულმინაცია ბუნებრივია, იმიტომ ჩვენ ახლა არანაირი განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, რომ 26-ში ისეთი კულმინაცია იქნება, რომ რამ პოლიტიკური ცვლილებები მოხდება. მე არ ვიცი შემდგომი ეტაპები როგორ არის, შემდგომი გაგრძელება როგორ ეს არ არის მოკლევადიანი პროცესი იმისთვის, რაც ჩვენ დავკარგეთ, ანუ საზოგადოების გარკვეული ნაწილის დობა, ამას სჭირდება მიზანმიმართული, ხანგრძლივი მუშაობა, იმისთვის რომ ეს ხალხი დაუბრუნდეთ, მათ გაუჩინოთ
განცდა რომ შესაძლებელია ცვლილებები, შესაძლებელია გამარჯვება, ამაში უნდა ეს უნდა დაიჯერო. მეორე რას აკეთებს ოცნება, იმის რომ ქვეყნიდან ეცლება ქვეყანა, თვითონ ანგრევს ამ თავის ქვეყანას, თავისივე ესე ვთქვათ იმ ტოტს ჭრის, რაზეც ზის, საბოლოო ჯამში ადრე თუ გიან ხო ვიცით რომ ეს დამთავრდება. უფრო მძიმე და უფრო ძლიერი რეჟიმები დამარცხებულად. არავის არ ეგონოს რომ ორბანი ვინმეზე ნაკლები იყო, ძალიან ნიჭიერი პოლიტიკოსი იყო და ძალიან საინტერესო ხანგრძლივი გზა ჰქონდა. ჩემთვის მიუღებელი ყველა შემთხვევაში და ყველა ეტაპზე. მაგრამ იმას ძალიან ძლიერი პოლიტიკოსი იყო, მაგრამ დამთავრდა რომ ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ზურგი აქცია. იმ ხალხის დიდმა ნაწილმა, რომელიც თავის დროზე მის ძალაუფლებაში მოყვანა შეუწყო ხელი. ესეთი რაღაცები ხდება. გონიერი პოლიტიკოსი ამას იგრძნობს და ქართული ოცნებას უნდა ხდებოდეს რომ მათ ფუნდამენტი გამოცლილი აქვს. ეხლა დგანან რაზე? შავ ფულზე, ნაყიდ ლოიალობაზე, ადამიანებს რომელიც პრინციპში ვერ იტანენ, მაგათ უბრალოდ ემსახურებიან, იმიტომ რომ დიდ ნაწილს ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც ნაწილი ელიტებში მარტო იმიტომ რომ უბრალოდ რაღაცა კეთილდღეობა აქვს. განსაკუთრებული და ამ რთულ პირობებში რაღაცა პრივილეგიები აქვს და ამ პრივილეგიებზე დგან, ამ პრივილეგიების ყიდვაზე დგან, ანუ ყიდულობენ ამ ხალხისგან ამ ლოიალობას. ეს იციან, მაგათმა ჩემზე და თქვენზე კარგად იციან თავის შიგნით რა ხდება სიტუაცია. როგორ დისკომფორტები აქვს თავის ამორჩეულს, რაღაცები არ მოწონთ ეს მართლა არ მოწონთ დაპირისპირება, იმიტომ რომ ოჯახებში გაიარა მართლა ამ დაპირისპირების მცდელობებმა. რეალურად ჩვენს ხო ვიცი გავალთ და შეიძლება ოცნების ხარდაჭერი შეხვდა, შეიძლება რადიკალური ოპოზიციის თუ ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ მათ შორის ურთიერთობები ძალიან მაინც ადამიანურია და უყვართ ადამიანებს ერთმანეთს, იმიტომ რომ ოჯახებში არის შეღწეული ამ მცდელობებმა შეაღწია თითოეულ ოჯახში და უნდა რომ გახლიჩოს და არ იხლიჩება. ძალიან პატარა საქართველოს იმისთვის რომ მილიონი აქეთ მილიონი იქით გაყო და ისე გაყო რომ არავის ერთმანეთს შეხება არ ქონდეთ. ძალიან დისკომფორტია განსაკუთრებით ოცნების ხარდაჭერის იმის გამო რომ იზოლირებულები არიან და კარგავენ ადამიანებს და არ უნდათ ამ ადამიანებს დაკარგვა რა. აი ამ ვითარებაში არიან და გამოსავალსაც თვითონ არ ფადს. თან ერთის ხო შემოაგდო შვილის განცხადებები რომელთაც სიულზე თითქოს რაღაც ახალი დღესასწაული მოიტანს, მაგრამ ნუ ხა მეორე არის მისივე ხალხი სხვა რამეს აკეთებენ და ეხა ის რომ ხელად უნდა შექმნეს ხვალ იქნება თუ არ ვწდებით ამ კვირაში არის რაღაცა დებატები სადაც მხოლოდ მათი ხალხია ხო და ნუ რეალურად ახლა ოპოზიცია დანიშნული ადამიანები რაღაცა დებატებს აწყობენ ხელისუფლებას. ნუ ესე რომ არ გამოვა ხო ვიცით რა. ესე რუსეთშიც ვერ გამოვიდა. რუსეთშიც ზუგანოვი და კომუნისტური პარტია გახდა ოპოზიცია. კი თავისი ისე თქო კულუარული შეთანხმებები ჰქონდა, მაგრამ ის თავის დროზე მართლა იყო ოპოზიცია. თქვენი თანაგუნდელებიც დადიან ხოლმე ამ დებატებში მონაწილეობენ. ხვალინდელზე გეუბნები. არც ერთი არ არის. მართლა ნეიტრალურ საქართველოს, ანუ ნეიტრალურ საქართველოს ასე ადვოკატირებს ევროკავშირი და უარესქმას და ქართულებს ევროკავშირში გაწევრიანებს. ანუ აბსურდამდე მივიდა თვითონ თავის შეიყვანეს აბსურდს, იმიტომ მე არ ვიცი რა გეგმა იყვანა, ვისთან ქონდა საუბარი, მაგრამ ეს ხო ყველაფერი თუ რამე სხვა გინდა, აგერ არის ბურთი და მოედანი, აგერ განაცხადა ერთმა გაცმა და გააგზავნე მაშინ, მაგრამ ყველაფერი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს არის რაღაცა ბუნდოვანება, ან შეიძლება სტრატეგიული ბუნდოვანება აქვს, ვერ გავიგოთ რა უნდათ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ლოგიკა არ იკითხება ამაში და მეორე შეიძლება თვითონაც არიციან და რაღაცას ქმნიან იმისთვის, რომ რაღაცა ველზე რაღაცა ხდებოდეს. რომ ჩვენც რაღაცა ვიფიქროთ, რომ რაღაცა ალბათ დაგეგმილი აქვს რაღაცა კონსპირაცია რა, რაღაცა გეგმა აქვს რა, როცა ხოშორს პოლიტიკური დღის წესრიგის თუ გეგმის ნაწილად იქნა აქმული ნიუსი, რომელიც მე მგონი პირველად Wall Street Journal-ისგან გავიგეთ, რომ საქართველოში Trump Tower-ი აშენდება. ანუ შესაძლებელია ასეთ რაღაცა მეგა პროექტებშიც პოლიტიკური მიზანშეწონილობა ვეძიოთ, ხო? რა თქმა უნდა, შესაძლებელია ყველა მასშტაბური ეკონომიკური პროექტის უკან გარკვეული ასე ვთქვათ პოლიტიკური ინტერესი დგას, მაგრამ აი ამ სიტუაციაში შეიძლება თუ არა სწორედ აი ამ მიზეზებზე ვისაუბროთ. ხო, ანუ ფაქტია რომ ეს რაღაც PR კამპანიის ნაწილია და რო აუხსნათ საზოგადოებას თქვენ ნამდვილად გეცოდინებათ ეს ამბავი, Trump Tower არის ბრენდი, რომელსაც ყიდულობ. ანუ იხდი ფულს რო შენ ააშენოთ რაღაცა უძრავი ქონება, რომელსაც დაარქმევ Trump Tower-ს და ის არაფერს ინვესტიციის გარეშე ღებულობ თავის წილს. ეს ხდება. შესაბამისად, Trump-ის პრეზიდენტ ტრამპის მონაწილეობა არის ნომინალური, ანუ ბრენდის შეძენის შემთხვევაში უბრალოდ მას მაგრამ გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილო იმისათვის, რომ ბრენდის სახელი მოიპოვო. არ უნდა იყიდო. ხო, უნდა იყიდო. უნდა იყიდო და მე გარკვეული ხარისხის შენობა უნდა ააშენო. ნუ შეიძლება ააშენო და როგორც სასტუმროს ბრენდებს ყიდულობ, ანუ ასე ყველაფრისთვის საკუთარი სახელის დათმევის უფლებას ის არ მოგცემს. არა, ნახეთ როგორ ბრენდის ფრანჩიზას ყიდულობ, ისე როგორც მაგალითად პარაგრაფი იყიდა, მაგალითად ის გადაიღო თავისი პირობები. სტანდარტებს შესაბამისად ისინი ზედამხედველობას ახდენენ ხარისხობრივად, როგორი არის, რომ რაღაცა ბრენდის რეპუტაცია არ დაზიანდეს. მეტი არაფერი. მაგრამ ეს
ამის შეფუთვა რაღაცა პოლიტიკურ გარღვევას აბსოლუტურად არაადეკვატურია. მეორე მხრივ მე საერთოდ გონია რომ არაფერი არ აშენდება. ეს არის ყველაფერი არის რაღაცა ფეიკი. როგორც ახლა დღეს ხო ხედავთ რომ რაღაც ის არაბული ინვესტიციის მიმართულებითაც პრობლემებია. იქაც ვერ გადაწყვიტეს დაიწყონ თუ არა ეს პროცესი. უნდათ აშკარად, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრი გაყიდვების დირექტორად დანიშნეს, პრაქტიკულად თვითონ ახდენდა სარეკლამო კლიპებში, თვითონ მონაწილეობდა როგორც მსახიობი, რომ იყიდეთ სახლებია, ხო? მე თვითონ გაექცა თემა, იმიტომ რომ თქვენს რომ თავიდან თქვენს რომ ევროპა იმიტომაც ცუდი რომ ყოველი მეორე მუჰამედია იქ და აღმოჩნდა რომ მე თურმე ამ არაბულ ინვესტიციასაც 120.000 ოჯახი არაბეთიდან შემოვა, ხო? ანუ თავის თავთან წინააღმდეგობა შევიდნენ და მოუწიათ ამ სადღაც სულ რაღაცა პრობლემებში არის, ანუ ვერ მართავენ პროცესს და მე ამ ვერ გუმართავ პროცესში რაღაცა შემოდის თემები, რომელზეც ჩვენ უნდათ რომ დრო დავკარგოთ. რა მნიშვნელობა კონსტიტუციური სასამართლო, რომელიც პრაქტიკულად აღარ არის, აღარ სასამართლოა და აღარ კონსტიტუციური. რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ ხო ვიცით რომ ყველაფერი მაგის გარეშე ხდება, ყველაფერი ამის მიღმა მოხდება მაინც. თუ ცვლილებები იქნება, არანაირი ფორმალური სტატუსები არ გჭირდება და არანაირი სტრუქტურები და რეალურად კიდევ ერთხელ პოლიტიკურ პარტია რო გააუქმო ფორმალურად არაფერს არ ცვლის თუ პოლიტიკური იდენტობა ადამიანების რომელსაც ეს იდენტობა აერთიანებს ჯერ კიდევ არსებობს და რამდენადაც ვიცი არსებობენ მე არ ვიცი მე არასდროს არ ყოფილა ნაცმოძრაობის არც მათი ასე ვთქვათ განაყოფების ამორჩეველი მაგრამ ხო ვიცით რომ ქვეყანაში არსებობენ ეს ადამიანები რომელსაც მუდმივად აი წლების განმავლობაში მიუხედავად იმისა ქონდა დაუნტკიცეს თუ არა დანაშაული და ვერ დაუნტკიცეს აბრალის თუ არ დააბრალის საბოლოო ჯამში მათ თანმიმდევრულად და ასე ვთქვათ ჯიუტად ეს ხალხი აძლევს ხმა მათ ჯერა თავისი თუ ამის გაფუჭდეს უნდათ მათი აუქმება კი არ უნდათ მათი სამართლიანი ასე ვთქვათ მოპყრობა უნდათ ძალიან დიდი დრო იყო რომ კონკრეტული სამართლებრივი ფაქტების ნეშრომი დაედგინათ მათი დანაშაულები თუ იყო ესეთი და რეალურად თავისუფალი სასამართლოს თავისუფალი საგამოძიებო სტრუქტურის მეშვეობით დაედგინათ რახან ეს არ გააკეთეს ყველაფერი ეხა დღეს დამნაშავეს იჭერენ და ისიც კი პოლიტიკური მიზანშეწონილობით გონია მანდაც უკვე იმდენად სიხში არის ეს პროცესი შესული ვეღარავის ვეღარ დაუდგენ დანაშაულს მადლობა რა თქმა უნდა თქვენც არ გაგიშვებთ აქედან საჩუქრის გარეშე იმიტომ რომ ჩვენ ვუერთდებით ბიბლუსის კამპანიას აჩუქე წიგნი და ყველას მოვუწოდებდი რომ აუცილებლად მიიღონ ეს გამოწვევა და ապრილი აქციონ წიგნის ჩუქების თვეთ მადლობა მოასწარე აპრილში მეც მოგიდან ციგნი ძალიან სიმბოლური წიგნია ქართულ რეალობისთვისაც ძალიან მადლობა დიდი მადლობა თქვენ დიმიტრი სკიტიშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი მთელი საქართველოს ასე ვთქვათ მთელი საქართველოსთვის გახდა გუშინ ცნობილი ამბავი იმის შესახებ რომ ბერი ნიკოლოზი ნარიმან მაქარაშვილი საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს როგორც ჩვენ ვიცით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს საგამოძიებო მოქმედებები ადგილზეც მიმდინარეობდა ყოველ შემთხვევაში ახალი ინფორმაცია იმის თაობაზე რომ გამოძიება შეწყდა ჩვენ არ მოგვისმენია და არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იმ გარემოებებთან დაკავშირებითაც რა პირობებშიც ბერი ნიკოლოზი გარდაიცვალა მალხაზ ჯინორია ბერი ნიკოლოზის მეგობარი გვერდდება მოგესალმებით ბატონო მალხაზ მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის ქრისტიანსკა პირველ რიგში მიიღეთ ჩვენგან სამძიმარი ბერი ნიკოლოზის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მოდი დავიწყოთ საუბარი იმით თუ თქვენ პირადად რა გაკავშირებდათ მასთან ძალიან დიდი ხნის მოგეთ 93 1995 იყო ჩემი მოყვარი აფარებას მას ვაბარებით მამადამიდან მოყოლებული და მე 95 წლის მერე რომ წავიდა მე უკვე პატრონები რამე ფიქრდებოდა მაშინ მივდიოდი რა ასე ვთქვათ ესე არ ვაწუხებდი რა ანუ თქვენ მისი არამხოლოდ მეგობარი იყავით მისი სულიერი შვილიც იყავით დიახ თქვენი მამადამების ყველა მას ვაბარებით დასარებით დიახ კი ბატონო ახას ვინ გაგაგებინათ იმის შესახებ რომ ბერ ნიკოლოს შესაძლო პრობლემები ქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და მოგვიყევით იმ დღის შესახებ როცა თქვენ ექიმი მიიყვანეთ და მასთან ბინაში შესვლა და დახმარების აღმოჩენას სცადეთ ცეტრა მამაოს უჭირდებოდა დახმარება იმიტომ რომ ისეთი ღვაწლი ქონდა ხანფეხით ყიოდა ვარიკოზი ხან უკმარისობა, ბევრი ავადმყოფობა ქონდა მამაოს ძალიან რა და აი სხვათაშორის ცნობილი ქირურგია, შოთა ქარჩავა ბევრს ეხმარება დასავლეთში ასე რომ ვთქვა და მაგას თვითონ მამა ნიკოლოს მოწოდა მაგრამ როგორც დაექიმი და მაგას ხოლმე და როცა
ცოტა ჩამოვა იქ მუშაობს ზუგდიდში და როცა ჩამოვაო ჩვენთან მოვიდეთ ხოლმეო და ბატონ შოთას უწევდა თვეში ერთხელ ან თვენახევარში ერთხელ ჩამოწვა 1-2 დღით რა და როცა შოთა მოდიოდა კურთხევა ჰქონდა მამაოსგან რომ მიმეყვანა ექიმი ყოველთვე ასე იყო რა როცა იყო ხო და მე ასეთი რაღაცა მოხდა რომ ესე იგი რომელი დღე იყო ესე იგი 6 აპრილს ხო ნახე მე ისა რა ქვია ვიდეო რომ მამაო ძლივს რო გამოდის და მე დაურეკე შოთას შოთა არ მომწონს მეთქი და შენ სად ახარ მეთქი და მე თბილისში ჩამოვედიო მამაჩემი უნდა ნახო და 2 დღე აქ ვიქნებიო და მაშინ ძალიან ცუდად არის მეთქი და ხო გვაკურთხევა და წავიდეთ მამაოსთან და ამას ეცალა საღამოს და წავედით საღამოს მამაოსთან ეს ხო 12-ის ნახევარი დაახლოებით დიდი ქუჩაბათი იყო ვედიარ ეკლესიაში ვიყავი და მე ავედით საღამოს რა მე და შოთა ხო რა გავაგზავნე ხო თუ კი რა სიტუაცია დაგხვდათ გისმენთ ყურადღებით დიდი ხუთშაბათი იყო მიხვედით კი ბატონო და საღამო იყო ხო დიდი ხუთშაბათი იყო საღამოს 12-ის ნახევარი დაახლოებით ასე ხო და იქ მივედი დახვდა რამოდენიმე ადამიანი 4-5 კაცი და რამოდენიმე ქალი ასე ვთქვათ რა და აიქენთან ავედი და ჯერ მანამდე ვიღაცას ეჭყუბეს ერთი ბიჭი უცემია და 5 კაცს არ ვიცი ეხლა რა ჩემი საქმეა და მაგრამ მაინც არ იყო მოთათონი მამაოს იყო კარების წინ ნოტარი როგორ მეთქი რა ხელა ხალხი ხართ მეთქი ერთ კაცს როგორ მოსწამდეთ მეთქი 5 კაცი მეთქი რა ხო და ცოტა ისა შეშმოდნენ ეხლა ეს რო უთხარი არ მოეწონათ ეს სიტუაცია მივედი პირდაპირ კარებთან და ვაკაკუნე სამჯერ დაუკაკუნე პილოტსა და მამაო როგორ ახართ მეთქი ტაში დამიკარით მეთქი რა იმიტომ მაგებინე და მე და შოთა მოვედით მეთქი და როცა შოთას რო ვახსენებ ყოველთვის მამაო აღებდა ხოლმე კარებს არ ყოფილა შემდგომ აი წარმოიდგინეთ არსის შეხვედრიდან დიდი 4 არ გაიგოს და თან ისიც გვაგებინებდა ტაშით რომ არაო და ეს მიცოდი რა და არ ვაწუხები მამაოს მოკლედ დავაკაკუნე და ისინი მეუბნებია რატო აკაკუნებო მოხარი შუადღეს მოხმედიო და მოხარი ასეთი კურთხევა მაქვს ამასაც როდის ეცადა იმ დროს მოვედი მეთქი და თან მამაოს პრობლემა არ აქვს მეთქი მამაო ყოველთვის მეუბნება მოდით ყოველთვის საღამოს ეს იცოდით მამაოსგან ხო მაშინ არც ის საღამოსაც არ მიგვიღებდა ხო ხვდებით არა ხო და მე მოხარი რომ მამაო არის ცუდად მეთქი აი ხო ნახე მეთქი ვიდეო მეთქი და მოკლედ ისეთი სიტყვები მაკადრეს ერთმა აბატურეს ვინ იყო ბატონო მახას ანუ ეს ხალხი სულ იმყოფებოდა ბერი ნიკოლოზის სახლის კართან და მორიგეობდნენ რომ იქ არავინ შესულიყო მათი ნებართვის გარეშე კი ბატონო უყურეთ ჯგუფები იყო ერთმანეთს აი მოკლედ ერთმანეთს პირველობაში კონსალტუნდნენ რა ვინ დადგებოდა პირველი წინ იმაზე ფიქრობდნენ რა წარმოიდგინეთ რა პრობლემა ჰქონდათ რა წინ დებოდნენ ეგონათ რომ მაგრები იყვნენ ამ კარგებით აი თუ ჩხუბი იყო მაგაზე ვინ წინ დადგებოდა ხო და რა ვიცი ხო მოკლედ ესეთი რაღაცა იქ დავხდნენ ეს 5-ვე მოუთხარი მამაო თუდად არის დავახსნათ კარებისა იმიტომ ვაკაკუნებთ კი ბოდიში ხო და ეხლა მამაო გაქუნდაო ექიმიო არის ღმერთიო ხო და თუ გვაქვს საშუალება დავაბრუნოთ აუცილებლად მახას ჯინორია ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილის მეგობარი სულიერი შვილი ისყვება 6 აპრილის ასე ვთქვათ შემთხვევაზე როდესაც მისული იყო ექიმთან ერთად ბერი ნიკოლოზის საცხოვრებელ სახლთან ყავს ისევ ხაზზე ბატონო მახას გავაგრძელოთ რა ანუ შევჩერდით დიახ ჩა ვიღაცა დამირეკა ბოდიშის მოხდა. კი ბატონო, მესმის პირიქით ჩვენ გიხდით ბოდიშს რომ ასეთ დროს მაგრამ ძალიან მაღალია ინტერესი. შეიძლება ვიღაცა დამირეკოს და გაიქცო და ბოდიშს გიხდით. გვესმის აუცილებლად, გვესმის გავაგრძელოთ რა საუბარი, ანუ არ მოგცეს შესაძლებლობა რომ შესულიყავით ბინაში. რაიმე გაიგონეთ იქიდან ხმა, იმიტომ რომ ტაშის გაიგონე, მაგრამ უბრალოდ მოვწყდი რაში. უყურეთ, მამაო, ხმა არ გავიგონე და რა თქმა უნდა, ჯერ მამაო, მოთხარი, ცუდად არის მეთქი, რა შუაშია, ღმერთი საიდან მოიტანეთ მეთქი და ცუდად არაფერი იქნებაო, ხმა გავიგონეთო და ისა პარკის ხმაურიო. და მე რომ დამეყრდო, ისე კარგად შევიდაო, არაფერი პრობლემა არ იყო და აი ესე იგი როგორი რაღაც და ისე მითხრეს რომ მე ალბათ კარგად არის და ეხა არ შევაწუხებ, ეხა არ მანდიდოდა ჩხუბი, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ყველას ესე იგი გუდის სუნით ყავნა და ბოდიში როგორ შეიძლებოდა და წითელ პარასკევს.
და ამათაც თუნდაც შეიძლებოდა ხმაური და პარასკევს მისვლა და ჩვენთვის არ შეიძლებოდა ეკივი რომ მიგვეყადა. მოკლედ რა. ეხლა მე მამაუსაც ვეცი პატივი, ბატონი შოთაც იყო და მადლობა ხმეს მოვიწმინე რა. თან ახალი ნაზიარები ვიყავი, მადლობა უფალს რა. ეს რომ არ მოვტყუბე, ესე იგი, შეცდომაში შემიყვანეს რა. თორემ ნამდვილად დაურეკავდი პატრულს და თამაშობდით და გავხსნით არებს. აი ამაში მოვტყუდი ნამდვილად. და მე რამდენიმე დღე რომ გავიდა მე სფემა მითხრეს უყურეთ მალხაზიო რამდენიმე ესეთი ბოდიში 8 დღე ბოდიში შემეშალა ხრაში ხო იყო ეს ამბავი ფერო ხრაში მივედი აი 3-4 დღის უკან დამირეჯეს რომ მალხაზიო ხმა არის მის საერთოდ მამაოსი არც შამიჩუმიო არც რამის დაგდებაო და უკვე შემეშინდა და წავედი მე მამაოსთან ხო და მე უთხარი გიგას უთხარი პატრონს რა სახლის პატრონს ეხლა მაგია პატრონი და მაგან უნდა გაახსნას ხო კარები გიგა მეთქი თუ მამაო გაუძახებ და ხმა არ გაქვს ამეთქი აუცილებლად უნდა გავაყოთ კარიო და კი თვითონ მაგის დამთავრდა და მე როგორი რაღაცა იყო იცით დაუძახეთ ხო დაუკაკულე ჯერ მამაოს მამაო თუ ხარ კარგად ტაშით გამაგებინე თუ არა და ან თუ კარგად მართლა მივდივარ აქედან მეთქი იმიტომ ჩვენ არ გვიშვედენ ეკი წარმოიდგინე დავედი გამეგო რა მამაო ცოცხალია თუ არა აი წარმოიდგინე და როგორც იქ და დავაკაკუნე კარგიო ხო და როცა მამაო ისა ხმა არ გაქვს და უკვე უთხარი გიგას უნდა შევიდეთ მეთქი და მთელი ამბავი ატყდა მაგრამ შევამკვიდრეთ ასეთი რაღაცა საშინელება დაგვხდა რა მამაო იჯდა იქ სკამზე და ისე აი წარმოიდგინეთ დაძინებული იყო რა ასე რომ ვთქვა მამაო საერთოდ ამდენი 30 წელზე მეტია საწოლი არ უნახია მამაოს და სულ სკამზე ეძინა ხოლმე როცა დაიძინებდა რა ესე რომ იცოდეთ რა ასეთი ყვადში იყო და ასეთი რაღაცა სურათი ვნახეთ სამწუხაროდ უფრო შევედით რა ბატონო აი ესე ნებულო იმიტომ ისეთი რაღაცა ხდება აი დამიჯერეთ ხალხო აი წიგნებში არ წარმიგიდგავს ისეთი სექტაა რა გავსი თუ გამეკო საერთოდ რა რას გულისხმობთ აი გითხარით ახლა რა ხდება ამ კონკრეტულ ვითარებაში იმიტომ რომ როგორც ვიცით მრევლის მოთხოვნით არ ჩაუტარდა ბერი ნიკოლოზის ცხედარს ექსპერტიზა დიახ ექსპერტიზა არ ჩაუტარდა არ გაჭრა არ მოხდა ეს კი ბატონო და ამაში ყველა დავთანხმდით კი ბატონო და გამოვაჩენეთ უკვე რიტუალების სასახლე რო არის საბურთალოზე აი იქ მამაო დასვენებული და ხუჩაბაც 2 საათზე არის გასვენება რო იცოდეთ გარდაცვალების მიზეზზე ანუ რადგან თქვენ დრო და დრო აკვირდებოდით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმთან ერთად სტუმრობდით მას და როგორც ვიცი დაყვებოდა ხოლმე ის ექიმის მკურნალობა ყოველ შემთხვევაში მედიკამენტებს მაინც იღებდა ვიცი რომ შესთავაზ აუცილებლად იღებდა მაგრამ ბატონმა შოთამ უთხრა მამაო სამატყობოში წაგიყვა და გიმკურნალებო და მაგაზე აი მე მოვიფიქროთ მაგრამ წამლებზე არ იყო პრობლემა იკეთებდა ამასთან და ფეხები ყოდა დასიებული საშინლად შოთა ბატონმა შოთა მკურნალა მართლა 2 კვირაში მართლაც დააყენა. ბევრჯერ ყოფილა შეთქვა რამდენი წელია შოთა პატრონობდა და ყოველთვის მაყოფილი იყო მამაო და აი ბოლოს აი რო ხოლტერი წაუღო. და აი მამაო ნახებეთ ისა და ჩამოიკიდეთ რომ შეგამოწმოთ და უარი თქვა და მერეო და აი შოთაც შეწყვეტა კაი ქირურგია ხარ სპეციალისტი უკესა კარდიოქირურგი და მიხვდა რომ არ იყო კარგად მდგომარეობა მაგრამ აი როგორ გითხრათ რა არც იცე ხონდა თონოდა მაგრამ ასე ვერ გავიგებო რა აპარატული და იმით უნდა გავშიშო თავი და ბოლომდე და სამატყობაში რო წამოვიდეს და არ წამოყვა მამაო არ წამოყვა სამწუხაროდ რა რატომ წამლებდებოდა ეს ხო მინდა გითხრათ რომ წამლები მაზები ამას ყველაფერს დებულობდა ხო ლეტალური შედეგის მიზეზებზე თუ საუბრობენ ექიმები აი ესე გარეგანი დათვალიერებით რა შეიძლება არა ნახეთ რომ არა ჩვეულებრივ სიკით გარდაცვალებული ვარიკოზით გულის უკმარისობა და ეს ყველაფერი აი ბევრმა ერთად მოიყარა თავი ეხლა მიწესო იურიდულად ასე არის როცა გარდაცვალების ნახავენო თვითმკვლელობის იმით უნდა დაიწყოს რომ მოძიებაო თორე არასწორი გავწევდა ინფორმაცია ხალხმა მინდა მივიცოდეს რა არავით არის ის არა თავი არ მოიგლა მეტყვა დაგვიფარო და ესეთ ძალიან დიდი შეურაცხყოფაა ბერის რო იწვით თავი მოიგლას რა ყველაზე მეტად მაგიზებდა მამა ნიკოლოს ნეოფოშტიოს კურსებით არის წესის აგებაც და მალობა ხეთ პანაშიდი ჩაუტარეთ აი მამა ბენიამენი იყო მარკობის წინამძღვარი მისაც აღსარებას აბარო და მამა კირიონი მალობა მას ყველაფრისთვის და რა ვიცი გლები იყვნენ და წესის პანაშიდები ჩაუტარეს ოთხშაბათს ჩაუტარდება წესის აგება ეს რო იცოდეთ
ასე რომ თვითონ ეს გაუგებენ და პარასით გაუტარებენ. ეს მინდა რომ ხალხმა იცოდეს რა. ბატონო ახლა თქვენ თავად თქვით რომ აი ვნანობ რომ პოლიცია არ გამოვიძახეო. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა ვინ გამოიძახა თქვენ არ გახდათ ერთ-ერთი ვიზიტი? მე კი არ მომეწოდა კარი რო არ გააღო და ბოდიში ტაშიცაც გამაგებინებდა. ტაში რო არ დაუკრა ეგრევე უთხარი უნდა გაიხსნას კარები თქო რა და ეგრევე გავხსენით კარები. ტივილი იყო, მაგრამ მაინც გავაკეთეთ მაგამბა. თუმცა როგორც ვიცი, საჩივარი პოლიციაში 14 აპრილს შევიდა და ინგა ბოლოთაური არის ამ საჩივრის ავტორი, რომელიც დეტალურად აღწერს იმ სიტუაციას, რაზეც ნაწილობრივ ახლა თქვენ ისაუბრეთ. ხომ არ გაქვთ, რადგან თქვენ ხართ ახლობელი ბერი ნიკოლოზის, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია 14 აპრილიდან 19 აპრილამდე რაიმე რეაგირება ამ საჩივარს მოყვა? აი ამიტომ დაბარებები იყო პოლიციაში და აი ნამდვილად არ ვიცი ხა რეაგირებას ხა უკვე რახან დაბარებებია და რახან დაიკითხა ხალხი ჯერ არ ვიცით რა იქნება უბრალოდ რაც არ ვიცი ვერ გეტყვით რა ბოდიშის მოკლა კი ბატონო ან ამ საქმესთან დაკავშირებით პოლიციაში მიმდინარეობს გამოკითხვა მრევლის წევრები რომლებიც თქვენ ახსენეთ რომლებიც მორიგეობდნენ ბერი ნიკოლოზის სახლის კართან მათი გამოკითხვაც ხდება პოლიციაში ყველას გამოკითხვა იქნება. აი შეიძლება ეხლა არ ვიცი, იმიტომ რომ ყველას იქნებაო, ვინც მონაწილეობდნენ და ეხლა ნაწილობრივ ეხლა რამოდენიმე წავიდა, არავის არ დატოვებენ ესე ვთქვათ მის გარეშე, დიახ. კი ბატონო, ახლა და ბოლო შეკითხვა მე დროს აღარ წაგართმევთ, იმიტომ რომ ვიცით რომ იქ იმყოფებით სარიტუალო დარბაზში. თქვენ თქვით რომ თვარცები 1992 წლიდან იცნობდით ბერ ნიკოლოს, ხომ? მას აღსარებას აბარებდით. აი შეგიძლიათ გითხრათ ბოლოს როდის ისაუბრეთ, იმიტომ რომ ის მდუმარებაში იყო ბოლო რამდენიმე წლის. ახლა წერილობით მაგებინებდა და ჯესტები დასეროთა და ისე 20 წელია, 19-20 წელია ზუსტად არ ვიცი, აი არის მდუმარებაში. ამ ხალხს ბატონო, ერთი რამე მინდა გითხრათ რა. ესე იგი 20 წელი სანამ დაიწყებდა მდუმარებას, ასეთი რაღაცა მითხრა და რო იცოდეთ. რომ მალხაზიო, ჩემი ლაპარაკი მოგენატრებაო შენ. სხვათა შორის სულ უყვარდა ლაპარაკი, აი სიყვარული, ძალიან მართლა თბილა და თეთრ არასდროს გადატანით არაფერი არ უსაუბრია. პირდაპირ მეუბნებოდა როგორც ეკლესიური სწავლება და რა ვიცი, ამათ რა მოსდის აღარ ვიცი. და ეს ერთი თემაა და მითხრა რომ ჩაწერეო, ესე იგი კასეტაზე ჩამბაწერილი თავის ხმა და სადაც წერს, აი მოკლეშინავაც გეუბნებით რა. ესე იგი ბოლოსო მე ყველას ვიღალატებო, იმიტომ რომ მე მინდაო ყველა გახდეთო მორწმუნეები და ყველა ვიღალატებო, მის მერც გაუტოლებსო, მის ცერთავს მერც გაუტოლებსო. იმიტომ რომ ღმერთადეთი მარტო ვიღალატო ღმერთი არისო და ყველას დავწყვეტა მაგაზე გულსო. მე როცა მეუბნებოდი ხალხს რომ მამა გაბრიელმა თქვა რომ მარტოხილად ესე იგი გარდაიცვლებოდა, მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება იყო. ეს ხალხს არ ჯეროდა და მე მამა ნიკოლოს უთხარი მამა გაბრიელმა რო გითხრა მარყოფილად გარდაიცვლები მეთქი მამა ნიკოლოს მეთქი თქვენ ესე იგი მარყოფში გარდაიცვლებით მეთქი მონასტერში თქო არა მალხაზი მონასტერი კი არა თქო მარყოფილად ვიქნებიო მარტოდ ვიქნებიო ისე გარდავიცვლებიო აი ეს ნიუანსი ეხლა გამახსენდა უბრალოდ და ფაქტობრივად წინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალება ფაქტობრივად ხშირად ახსენებდა კვირაცხოვლობას აი იმ დროს გაიხსნა კარები აი ძალიან მიყვარსო კვირაცხოვლობა ძალიან მიყვარსო და აი ეს ვერ გავიგე რატო ამბობდა მაგას ესეც არ კვირაცხოვლობას ნახეს ის გარდაცვლილი ბატონ მახას იმ ადამიანებზე ხომ არ უსაუბრია თქვენთან აი ვისაც თქვენ რა ვიცი მის მრევლს უწოდებთ იმ ადამიანებს ვინც გამოვიდა ხედო აი ერთი ახლობელი შეეკით ახლობელი არის მაგრამ არის იყო რა ქვია იმაში რა ქვია მამოს იმაში არისო რა ქვია მრევში აღსარებას არაბერებდა ადრე და მამო სულ მამოსთან დადიოდა და მამო მე თქვენი მოძღვარი თქვენო ჩემი მოძღვარი ხარდო კი მაგრამ მეო აღსარებას მაბარებდიო არა მაშინ მან გადაშერ გამოდივარ ჩემი მოძღვარიო ხოდა აი ეს მამა ნიკოლოზი ამათ ერთად მიმსვლელებს და მე ერთ დამიწერა რომ აი ჩემ სახშიც იყო ერთ საფუძველი ხოროდა ჩემ კორპუსში მალხაზიო მეო გადავდივარ სექტასიო და მე გამიგდა მეთქი სექტაში რა გადავდივარ მეთქი ესე იგი წყوازე რომ მოიყვანო მეთქი ეს ხალხი მეთქი არაო თქვენთვისო და თქვენთვის რატომ მეთქია აი უფრო მეტად რომ გაძლიერდეთო რა ამათ განწილვა არ უნდა თქვენისო და საფრთხეების ბევრჯერ ახსენებდა ამ ხალხს როგორც სექტას და დაწერებში მაქვს შიდა და აი რა ვიცი რა გითხრათ რა
სულ დავსი სადმე წინებში თუ მენახოს კიდე აქ რა არის ყველგან თუდი მისიყვარულობა ერთმანეთის შეფათხება არც ერთმანეთის დახმარება არ იცოდნენ რაღაც სასწაული რაღაცა იყო და მე მივხვდი რაც გააკეთა მამა ნიკოლოზმა ყველა ასეთი არეული ხალხი ეხა თითოეულაზე არა მაქვს რამდენი კაცი მოდიოდა მამა უყვარდა მაგაცი არა მაქვს ეხა რა თქმა უნდა ლაპარაკი მე მაგ იმაზე ლაპარაკი ვისაც ღმერთი ეგონა და ასეთი ფანატიკური აზრები ქონდა წვედა ერთად შეკრიბა ეს ხალხი მართლა საშიში იყო გარეთ ეს დამიჯერეთ რა ეს არის კატასტროფა იყო რა ესეთი რაღაცა მაგრამ სხვაგან დააზიანებდნენ რაღაცა და პოლიციასაც და უსაფრთხოების სამსახურსაც კაი საქმე გაუკეთა იმიტომ რომ ვინმეს ნახვა თუ გინდოდა იქ ნახავთ რა ასე ვთქვა სამკურნალო ადგილი თუ რა იყო აღარ ვიცი რა აი ეს მაბადეთ აღელვებული ვარ ისეთი რაღაცები გააკეთეს რომ სიტყვები ამყოფნეს ბოდიშით რა კი ბატონო მათთან ეკლესიას დაგინებებ პატრიარქს დაგინებებ ასეთი მსგავსი არაფერი არ გამიგია მამა პირიქით იყო ჭერდა და არ ვიცი ეს რა სპახი რაც აკეთებდა არ ვიცი რა აპატიეთ რა ბოდიშით რა ბატონო ახლა ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის ბერნიკოლოზ მაქარაშვილის მეგობარსა და სულიერ შვილს მახას ჯინორიას უსმენდით სულ ეს იყო ამ დროისთვის გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდება ეთერში 4 შაბათს მე და თქვენ ხვალად შევხვდებით ერთმანეთს პალიტრა ნიუსის ეთერში გადაცემაში საქმე 13 საათი